მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ტელევიზიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე თენგო ომანიძე გაუძღვები, ჩემს თანაწამყვანთან ცოტნე მარღიასთან ერთად. მოგესალმებით ცოტნე. მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ. მოგესალმებით თენგო, მოგესალმები. ჩვენს მაყურებელს, არ ვიცი, ეს კვირა ძალიან დატვირთული არის ჩვენით. მაყურებლებისაც იმედი არ გადავღარდეთ, ხო, იმიტომ რომ შაბათსაც ჩვენ ვიყავით დღეს. მეგონი არ არის პრობლემა, ჩვენი სტუდიაა და რასაც გვინდა იმას ვიზავ. სხვა შორის, მით უმეტეს თემა არის საკმაოდ საინტერესო, რაზეც მინდოდა მესაუბრა და თან აი ესე რომ არ დაგვეგეგმა, მაინც შენ მოგიწვევდი სტუმრად, იმიტომ რომ თემა არის თვითონ ცოტა ისეთი ფილოსოფიასთან დაკავშირებული გარკვეულწილად და რას გულისხმობ. აი დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს კი არა გუშინ გავრცელდა ეგ ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი გეგმავს ჩავიდეს მიწვევით ბუნებრივია ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე. სხვა შორის ვიტყვი რომ ეს ამ ცერემონიალს ასევე დაესწრებიან კავკასიის ყველა ქვეყნიდან, იქნება აზერბაიჯანის ლიდერი წარმოდგენილი, სომხეთის ლიდერი, თურქეთის ლიდერიც არის მიწვეული, კიდე რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებიდან არ დაესწრებიან ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, იქიდან გამომდინარე და ამაზე გაკეთდა განცხადება ირანში, რომ ისინი ისტორიის არასწორ მხარეს იდგნენ და არ არიანო მოწვეულიო. არ მგონია ხა თავი მოეკლათ საერთოდ ევროპელ ლიდერებს ამ ღონისძიებაზე ჩასვლით, მაგრამ ირანმა ისინი საერთოდ არ მიიწვია. ამ თემას ისევე როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბუნებრივია მოყვა ქართულ საზოგადოებაში აი ეს პოლარიზაციის ფონი, დაპირისპირება და ლანძღვა გინება ჩვენი ხელისუფლების იმის გამო, რომ რატომ უნდა დაესწროს საქართველოს ლიდერი ირანისთვის აი ესეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ნუ უპირველეს ყოვლისა მე ვიტყოდი, რომ საერთოდ რატო არის პრობლემა ის, რომ მეზობელთან ჩახვიდე და თუნდაც იყოს თქვენ შორის პოლიტიკური განსხვავებებიც, კულტურული განსხვავებებიც, ცივილიზაციური განსხვავებებიც, ჩვენ ვართ ერთი რეგიონის სახელმწიფოები, ხო? მრავალი ათასი წელია სწორედ ქართველი და ირანელი ხალხი ცხოვრობს აქ ამ რეგიონში, ჩვენც და ირანელებიც ვართ ალბათ აი ამ რეგიონის უძველესი მკვიდრი მოსახლეები. და ბუნებრივია რომ ეხა როცა ხდება ასეთი რამ და გიწევს მით უმეტეს ის სახელმწიფო, რა არის ცუდი, რა შეიძლება იყოს ცუდი იმაში, რომ ქვეყნის ლიდერი დაესწროს ესეთ ღონისძიებას, მაგრამ აქ ერთი საინტერესო საკითხი წამოიჭრა. მე არ მინდა რომ აი მხოლოდ ვიწროთ ამ თემაში ჩავიკეტოთ და მხოლოდ ამ თემაზე გქონდეს საუბარი. უბრალოდ ეს ერთ-ერთი სიმპტომი არის აი პოლარიზაციის, რაც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან თვალსაჩინოა და ესეთი შეკითხვა გამიჩნდა, რომ ხომ არ არის აი სინამდვილეში პრობლემა უბრალოდ აი ესე დავსვავ შეკითხვას, რომ რატო ხედავს ეს ხალხი პრობლემას, გულისხმობ აი ამ პროცესის მოწინააღმდეგეებს, რატომ ხედავენ ისინი პრობლემას აი ამ ტიპის აქტივობებში? არის ეს ვიწრო ლოკალური პოლიტიკური გემოვნების საკითხი, თუ ხომ არა გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო ღრმა პრობლემასთან, რაც დაკავშირებული არის აი ცივილიზაციებს შორის არსებულ აი ამ იდეოლოგიურ განსხვავებებში, ამ განსხვავებების შეტაკებაში, რასაც ჩვენ ამჟამად მსოფლიოში უყურებთ და ქართული საზოგადოება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გეოგრაფიულადაც ვართ, ხო, აი ამ ორი დიდი ცივილიზაციის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მიჯნაზე და ასე ვთქვათ, გზა გასაყარზე, ხომ არ არის ქართული საზოგადოება ერთგვარად აი მცირე მოდელი იმ ყველაფრისა, რაც ხდება მსოფლიოში, იმ კუთხით და იმ გაგებით, რომ ჩვენი პოლარიზაციის მთავარი მიზეზი ხომ არ არის სინამდვილეში აი ამ ცივილიზაციათა შორის განსხვავებულობა და ამ განსხვავებულობებს შორის დაპირისპირება. მინდა აი ამ თემებზე ვისაუბროთ რა ხდება დღეს ცივილიზაციური თვალსაზრისით, აი იდეოლოგიური თვალსაზრისით, რაც აქვს დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს, რატომ არის მათ შორის აი ეს კონფლიქტი და სად არის ამ დროს ჩვენი ადგილი, ჩვენი ტიპის სახელმწიფოს ადგილი და ჩვენ საზოგადოებას რა ჭირს, ხომ არ არის ჩვენთანაც აი ესე, ხო არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, უტრირებულად ვიტყვით, დავყოთ, რომ ქართული საზოგადოება არის გაყოფილი რაღაც დასავლურ იდეოლოგიურ, ცივილიზაციურ იდეოლოგიურ და აღმოსავლურ იდეოლოგიურ ნაწილებად და სინამდვილეში ეს ხო არ არის ჩვენი პოლარიზაციის მთავარი მიზეზი. იმედია გასაგებად ავხსენი შეკითხვა და საკითხი, რაზეც მინდა რა. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ შენ თუ გაიგე, ჩვენი მაყურებელი მით უმეტეს გაიგებს
ყველაფერს. მოდი დავიწყოთ ამაზე საუბარი. იქიდან რომ რაც შენ ახსენე ხო ეს რაღაცა იდეოლოგიური კონცეპტები რომლითაც წარმოქმნილია რაღაცა დასავლური ცივილიზაცია რომელსაც საქართველოში ადრეს გვისაუბრია რომ რაღაცა ნაწილი საზოგადოებისა დღეს მცირე ნაწილი უკვე მაგრამ თავის დროზე საკმაოდ ესე ვთქვათ დიდი ნაწილი საზოგადოებისა მხარს უჭერდა ამ იდეოლოგიურ კონცეპტს და ეს იდეოლოგიური კონცეპტი მათ და სამწუხაროდ ერთი რაც შეიძლება ითქვას ეს იდეოლოგიური კონცეპტი შეიცვალა ხო დღეს დაუშვათ იგივე დასავლური იდეოლოგია რაც იყო დაუშვათ 20 წლის წინ ის იგივე იდეოლოგიურ კონცეპტს აღარ წარმოადგენს და ეს შეიძლება ერთი სიტყვით აღიწეროს და ეს არის ტრამპიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც ამერიკაში ტრამპის მოსვლის შემდეგ ხდება ეს არის სრულიად ახალი იდეოლოგიური კონცეპტის შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ანუ საკუთარი მოქალაქეებისთვის და ამის გარდა მთლიანად სოფლიოსთვის და ეს იდეოლოგიური კონცეპტი ფაქტობრივად სრულიად განსხვავდება 180 გრადუსით არის იმის საპირისპირო რა იდეოლოგიურ კონცეპტსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებდა ხო რაღაცა ეს სოფლიოს სამართლიანობისთვის მებრძოლი რაღაცა სუპერ სახელმწიფოს იდეოლოგიური კონცეპტი შეიცვალა სრულიად ახალი ну კარგად დავიწყებული ძველი პრინციპში კონცეპტით რასაც ქვია ძალის პრიმატის ეგულება ხო უბრალოდ რატომ მოახსენებ ამ იდეოლოგიურ კონცეპტს ხო ანუ ამ ნებისმიერ აი ამ პოლარიზაციას და უშუალოდ ცივილიზაციურ არჩევანს ხო აი როგორ იყო ჩვენთან მათ შორის ჩვენ საზოგადოებაშიც დანახული აი ეს ცივილიზაციური დაპირისპირება ხო ეს მათი შემოთავაზებული ასე ვთქვათ ეს დასავლური ცივილიზაციის მიერ შემოთავაზებული ასე ვთქვათ კონცეფცია იყო რომელიც რაზე იყო აგებული რომ არსებობს რაღაცა დასავლური ცივილიზაცია რომელიც ეს არის პროგრესის ჰუმანიზმის რაღაცა ახალი იდეოლოგიური კონცეპტი რომელიც დგას თავისუფლებაზე, თანასწორობაზე და ამის საპირისპიროდ საპირწონედ არსებობს რაღაცა სხვა იდეოლოგიური კონცეპტები, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ეს იყო რუსეთი და რუსული იდეოლოგიური ხაზი, თუ კი არსებობს რამე იდეოლოგიური ხაზი რუსეთში, ხო, აი ამაზე მოიც გაგიკითხები შემდეგ. ვისაუბროთ, ხო? მაგრამ ესე იყო შემოთავაზებული, რომ აი ეს რაღაცა დასავლური აი პროგრესის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა, ეს არის იდეა, რომელიც არის ექსკლუზიური დასავლური იდეა და აი ამ დასავლური ცივილიზაციის პროექტი და აი ამ პროექტს სჭირდება დაცვა, ხო? აი ამ პროექტს საქმეს საფრთხეს უქმნის, თუმცა საქართველოში აი ამ იდეოლოგიური ჩარჩოთი მოაზროვნე ადამიანებისთვის ამ იდეოლოგიურ კონცეპტს და აი ამ პროექტს საფრთხეს უქმნის რუსეთი, რომელიც არის ბოროტების იმპერია, ხო? ჯერ იყო საბჭოთა კავშირი, ეს ბოროტების იმპერია დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და 15 რესპუბლიკა, საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის საქართველოც, ხო? რომლებმაც ასე ვთქვათ აირჩიეს გამიჯნოდნენ რუსეთს, აირჩიეს პროდასავლური კურსი, ასე ვთქვათ და აირჩიეს რომ გამختარიყვნენ თავისი წარმოდგენით, ყოველ შემთხვევაში ეს წარმოდგენები საქართველოში არსებობდა და რაღაცა ნაწილ საზოგადოებისა დღემდე აქვს ხავსი წარმოდგენები, რომ აი ყოფილიყვნენ აი ამ ახალი პროექტის ნაწილი, რომელიც ნიშნავს პროგრესულ მომავალს, თავისუფალ და თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრებას და ამას საფრთხეს უქმნიდა დაუშვათ რუსეთი და უქმნის დღემდე, რომელიც პირიქით საპირწონედ აი ამ დასავლური პროგრესის იდეოლოგიისა არის და იყო მათი გადმოსახედიდან რაღაცა რეგრესული ბოროტების იმპერია, პირდაპირ ამაზე მეტად მათი გადმოსახედიდან ვერ აღიწერება ის საფრთხე აი ამ იდეოლოგიის და ზოგადად აქედან გამომდინარე კაცობრიობის, რასაც რუსეთი წარმოადგენს, ხო? ჩვენ აი ამ იდეოლოგიურ კონცეფტში ვარსებობდით 35 წლის განმავლობაში და ვინც აი ამ იდეოლოგიური ჩარჩოთი აზროვნებს, მაგალითად ჩვენ ხშირად ვიხსენებდით, რომ აი ერთ-ერთი ქართული ოპოზიციონერი სიტყვები არის, რომ აი თუ რუსეთთან არ იბრძოლებს საქართველო, აი ამ ომში არ იქნება, მაშინ რა აზრია ამ ქვეყნის არსებობას, ხო? ეს იდეოლოგიური ჩარჩო და კონცეფტი რას მეტყველებს ეს სიტყვები, რაზე მეტყველებს, ხო? ეს იდეოლოგიური ჩარჩო აბსოლუტურად გამორიცხავს რაციონალიზმს, ხო? ანუ აქ არსებობს რაღაცა დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის, ეს ცდება პოლიტიკურ ჩარჩო. ჩვენ ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის რაღაცა რელიგიის დონეზე აყვანილი, ხო? ეს რელიგია დაახლოებით ესე მოგვიჩენს სამყაროს რელიგიის დონეზე რომ არსებობს რაღაცა სიკეთე, არსებობს ბოროტება და შენ ადამიანი ცხოვრება არის ამ ორი ჭიდილი. ხო, აი ეს და არჩევანი საით გახარ, შენ ხარ ბოროტების ხარეს თუ გახარ სიკეთის ხარეს და ნუ მან თუ ამ კონცეფტს გავყვებით, აი ამ რელიგიურ შინაარსში შევალ და ვაჟა შაველას გამახსენდა რომ რაც უნდა ჭირი მოუკერძო, არც არ შევეკვრი ზავითაო, ხო? ანუ ეს აი ამ კონცეფტში ესე გასაგებია, ეს ესე მუშაობს და ცხოვრებაში ხო რა თქმა უნდა ადამიანი შენი ყოველ შემთხვევაში იმ დაგები
ინდივიდუალურად აკეთებს სიკეთისკენ ალბათ, ხო? დიდი ნაწილი ხო შემთხვევაში ასე გონია თვითონ ჩვენთანაც რომ სიკეთისკენ ვაკეთებთ აი ამ არჩევანს და ამის გვჯერა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ეს ნიშნავს სრულ ირაციონალიზმს, ხო? ანუ როდესაც რაცა სახელმწიფოზეა და რაღაცა ამდენ ხნიან სახელმწიფოზეა საუბარი, ამდენი ისტორიის, ამხელა ისტორიის მქონე ერზე არის საუბარი და გამოდის რომელიღაცა პოლიტიკოსი, დაუშვათ ან საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს საშუალება რომ სტუდიებიდან, ტელეეთერებიდან მიმართოს საკუთარ მოსახლეობას და ამბობს რომ თუ ეს ქვეყანა იარსებებს, მაგრამ ის არ იქნება რუსეთთან დაპირისპირებული, ანუ ის არ იქნება ბოროტებასთან ომში, ის არ იქნება დაპირისპირებული ბოროტებასთან და არ ეცდება მის დამარცხებას, აი დაუშვათ ამის ძალიან კარგი მაგალითია, მაგალითად თუ თანამედროვე საქართველოს რეალობას შევხედავთ, ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ სიმბოლო რაც ჩვენს თანამედროვე საქართველოს ასე ვთქვათ წარმოაჩენს სოფლიოში ეს არის წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც გველეშავს განგმირავს, ხო? ესეც არ არის ალბათ ესეთი შემთხვევითი არჩევანი თავის დროზე რომ ეს არჩევანი გაკეთდა, ხო? აქაც რაღაცა წმინდა სიკეთე, რომელიც ბოროტებას განგმირავს. აი აქ იცი რა მინდა ჩაგეკითხო სანამ გააგრძელებ ამ თემას, ეს ერთ-ერთ ქართულ პოკერიას ეკუთვნის ნეტა თუ არ მახსოვს, მაგრამ ამ მნიშვნელობა ერთ და იგივე არიან ეგენი ჩემთვის ყველანი. რომ აი თუ არ ებრძოლა საქართველოს რუსეთს, ანუ არ ებრძოლა ბოროტებას რუსეთის სახით, მაშინ ამ ქვეყნის არსებობისას აზრი არ აქვს. აი ეს პოსტულატი, ასე ვთქვათ, ეს დასავლეთის შემოთავაზებულია, რომ ეს ასე უნდა იყოს, თუ უბრალოდ ამ ჩვენმა ადგილობრივმა ელიტამ გაიგო ეს ყველაფერი ასე, ეს მაინტერესებს. აი, რაც შენ თქვი იგივე აი წმინდა გიორგის ქანდაკების ანალოგი რაც მოიტანე, ანუ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ უნდა არსებობდეს მტრის ხატი და აი ამ მტრის ხატის ირგვლივ უნდა მოხდეს საზოგადოების გაერთიანება, მნიშვნელობა არ აქვს ის მტრის ხატი მართლა ეგეთი არის, არ არის ეგეთი. წარმოდგენაში ხო ჩვენ უნდა ვიცოდეთ ცნობიერში ეგრე უნდა იყოს. ანუ გაერთიანება საზოგადოების უნდა ხდებოდეს რაღაცის სიძულვილის ირგვლივ, ეს არის ხო? ანუ იდეა ამ ყველაფრის მტერი გძულს და ეს არის რაც გაერთიანებს. ხო, უბრალოდ ეს მტერი, მოდიშ თან კონცეფტს ავიჭრები და გააგრძელე, ანუ ეს მტერი იმისთვის რომ ეს გაერთიანება იყოს ლეგიტიმური და ეს კითხვები საზოგადოების შიგნით არ დაისვას, ხო? ეს მტერი აუცილებლად არის აბსოლუტური ბოროტება. ანუ ეს ხო არსებობს მტერი ხა მაგალითად იმაში ისე ვაჟშავალა რომ გავიხსენოთ, აუდა ქეთელაური მუცალს რომ მოკლავს, ის იმდენად ღირსეულია მტერი. ის არ არის ბოროტი ამ შემთხვევაში, ხო? ის იბრძვის გადარჩენისთვის, როგორც აუდა ქეთელაური იბრძვის, ისე იბრძვის მუცალიც და ეს ბრძოლა არ არის სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა, ხო? ვაჟშავალასთან ეს ესეა. და ამიტომ პატივს მიაგებს მერე გარდაცვლის. ხო, მაგრამ უყურე ვაჟასთანაც ამ შემთხვევაში ეს ალუდა არის, ვინც ეს ყველაფერი დაინახა, ის ინდივიდია ერთია და თემის პოზიცია არ ემთხვევა. არა, ხო და თემისთვის ეს არის მიწოდებული როგორ ეს ისტორიულად როგორ იხსნის მე ამას ვაჟშავალა რომ ეს ჩვენ წინაპართაგან მოგდგამს რომ როგორ შეიძლება მუცალი ცხონდეს, ხო? ანუ ეს ისტორიულად ეს კულტურული მოვლენა და ეს კიდე სხვა საკითხია რომ ეხლა როდესაც ყოველ კვირა გადმოდიოდნენ და ანადგურებდნენ იქ თემის ქონებას და თემის წევრებს, იქ შეიქმნა რაღაცა ეს დამცავი, ხო, გასაგებია, მაგრამ დამცავი კულტურამ შექმნა რომ ის წარმოსახა როგორც ტერი. ზუსტად იგივე პროცესია, რომ აი კითხვა რაც შენ დასვი, ეს ხელოვნურად გაჩნდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკავშირებით, იმიტომ რომ ის რომ საბჭოთა კავშირი ეს იქიდან იწყება ჯერ კიდევ, რომელიც მერე ტრანსფორმირდა უკვე აი რუსეთის თანამედროვე სახელმწიფოსთან მიმართებაში. ჩვენს რეალობაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, რომ რაღაცა ბოროტების იმპერია დაუშვათ ეს ტერმინი, რკინის ფარდა დაუშვათ ეს ტერმინი, ხო, ეს წმინდა დასალური ტერმინებია, დასალური ჩერჩილი და რეიგანი, კი ბატონო. ხო, ანუ ეს ემსახურებოდა რას, რომ ანუ გაჩნდა იდეა დაუშვათ თელს ჯერ ეს არის შიდა მოხმარებისთვის, რომ ჩვენ როდესაც აი ამდენ ფულს ხარჯავთ სამხედრო ხარჯებში, ვიეტნამში ვომობთ და დაუშვათ ჩვენი ფინანსები იხარჯება სხვა სოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, რომელიც საბოლოო ჯამში იმით დაგვირგვინდა, რომ დღეს 900-მდე სამხედრო ბაზა ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს მიღმა, ხო? შედეგი ეს არის ამ ყველაფრის, ხო? ამას აქვს ის ახსნა, ეს შიდა მოხმარებისთვის არის. შიდა მოხმარებისთვისაც არის ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლურ ცივილიზაციაში, რომ ჩვენ აი საიდან გაჩნდა სოფლიო პოლიციელის ეს იდეა, რა იდეაც არსებობდა ტრამპამდე. ტრამპიზმი საერთოდ ახალი მოვლენა. ისე ვიმეორებ, კარგად დავიწყებული ძველი, ხო? რომ სამხედრო სოფლიო პოლიციელის იდეა ჩდება იქიდან, რომ ჩვენ აი ამ ზუსტად ამერიკელები, მაგალითად დასავლური ცივილიზაცია, რომელიც პროგრესის ცივილიზაცია, ჩვენ ვებძით ბოროტებას. გესმის? რუსეთის შემთხვევაში ეს საბჭოთა კავშირი იყო ეს ბოროტების იმპერია. ზუსტად იგივე მოტივაცია ჰქონდა მაგალითად ერაყში შეჭრას, ხო? ამერიკელების მხრიდან იგივე იყო
ავღანეთში ამერიკელების შესვლის თავარი мотиваცია, რომ ნუ იქ ტერორიზმი, რომელზეც მთელი სამყარო შეთანხმებულია, რომ ეს აბსოლუტური ბოროტებაა, დაუშვათ, ხო? ეხლა უდანაშაულო ადამიანების, ქალების და ბავშვების განადგურება ის ბოროტებაა. ამას შეთანხმებულია მთელი საზოგადოება და ჩვენ აი ამას ვერ ვძვით და თან პლუს ამას, ხო? ჩვენ იქ შეგვაქვს რაღაცა ეს დასავლური იმპერიებისთვის დამახასიათებელი, ისტორიულად დამახასიათებელი პრინციპი, მისიონერული ცოდნის შეტანის პრინციპი, რომ დაუშვათ იქ ჩვენ ერაყელ ქალებს და ავღანელ ქალებს, რომელიც იქ რაღაცა იმყოფებიან შაირათის კანონების პირობებში და ცხოვრება უწევთ რაღაცა ჩაგვრის პირობებში, ჩვენ მათთან უნდა მივიტანოთ აი ეს დასავლური ცივილიზაციის უახლესი მიღწევები, ხო? ქალთა უფლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მთელი ეს იდეოლოგიური კონცეფტი დგას ამაზე და აი ჩვენთან ეს ზუსტად ეს ითარგმნა, უბრალოდ ითარგმნა შეიძლება ალბათ საქართველოში ყველაზე ძაფრი ხასიათი მიიღო ალბათ ეხლა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თუ ბალტიის პირა სახელმწიფოებს ვარ გავიხსენებთ საქართველოში მიიღო ამან ყველაზე ესეთი ძაფრი და ირაციონალური ფორმა ვულგარული ფორმა ხო ირაციონალური ფორმა ამას შეიძლება თავისი მიზეზები ჰქონდეს და ალბათ აქვს კიდეც ხო ეს შეიძლება იყოს ორი ომი ჯერ კიდევ 90-იან წლებში კაფხაზეთის დაკარგვა ცხინვალის რეგიონის დაკარგვა და ამაში რაღაცა რუსების წვლილი, რომელიც მათ ამ საქმეში მიუღწვით, ასე ვთქვათ, არც თუ ისე მოგზალებული, ხო? და პლუს ამას მე 2008 წლის კიდევ ერთი დაპირისპირება რუსეთის სახელმწიფოსთან, ასე ვთქვათ, რომელიც რა თქმა უნდა, ნაყოფიერ ნიადაგს იძლეოდა ქვეყანაში და ქართულ საზოგადოებაში მსგავსი ირაციონალიზმისთვის, ამის თქვა მინდა, ხო? იცი რა, აი, უბრალოდ მესმის რას ამბობ, უნდა ერთი რამდენიმე ჩაკითხვა გამიჩნდა. პირველი, აი, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ მაგალითად 90-იანი წლების მოვლენები და აფხაზეთის სამეჩაბლოს კონფლიქტის დროს ეს არის ლეგიტიმური არგუმენტი ანტირუსული განწყობებისთვის, რა თქმა უნდა. ნიადაგს ყოველ შემთხვევაში ქმნის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსეთმა უაღრესად ნეგატიური როლი შეასრულა ამ დროს საქართველოს ახლად დაბადებული თუ ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მთავარი როლი ჰქონდა მას ამ პროცესში, მაგრამ ამასთანავე, აი, ქართულ საზოგადოებას არა აქვს მაგალითად იგივე დამოკიდებულება იმ ხალხების მიმართ, რომლებმაც რეალურად იომეს იქ ჩვენ წინააღმდეგ გულისხმობ ჩრდილოკავკასიურ ხალხებს და მინდა საზოგადოებასაც ისის ხო ეს ერთადერთი ინგუში ხალხი იყო, რომელმაც არც ერთ ინგუში იარაღი არ უსრია ქართველის წინააღმდეგ, თორე დანარჩენი დაწყებული ჩეჩნებიდან, ჩერკეზებიდან, ყაბარდოელებიდან აბსოლუტურად ყველა გვეუბნა ჩვენ აფხაზეთში და აი ეს საშინელებები, რაც ვიცით და მოგვისმენია და სამწუხაროდ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ცოცხლად შეესწრნენ, ხო, ამ ყველაფერს, აი ეს 10,000-ობით დევნილი, რომელსაც მოუწია შემდეგ იმ ჯოჯოხეთური გზის გამოვლა აფხაზეთიდან და ზამთრის ყინვაში ფეხით გამოიარეს კოდორის ხეობა და აი რა ხელა ეთნოწმენდაც მოგვიწყვეს. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა რუსული სახელმწიფოს ხელშეწყობით, მაგრამ უშუალოდ იქ მეომრები, ვინც ისროდნენ ქართველების წინააღმდეგ, იყვნენ ჩრდილოკავკასიელები. ძირითადად. ამ ხალხის მიმართ არ არის ქართულ საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულება. ანუ მე ზოგადად ვთვლი, რომ არც ერთი ერის მიმართ არ შეიძლება კონდეს, რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი, მაგრამ აი თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ეს პროცესები განაპირობებს და ამიტომ გვეზიზღება რუსეთი, რუსი ხალხი, ხო? ამ შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფოზე არა მაქვს საუბარი. იქ მართლა ლეგიტიმურია ეს არგუმენტი, მაგრამ აი რუსი ხალხის მიმართ თუ გვაქვს ეს ზიზღი და აქვს ამ საზოგადოების ნაწილს, რატო არა აქვს იგივე დამოკიდებულება მართლა ვინც გვეომა და იარაღი გვესროლა და თავები დააჭრა ქართველებს იმ ხალხის მიმართ. მან და ალბათ ერთი მთავარი არგუმენტი იქნება, ხო? პირიქით, მაგაზე ამობენ, რომ ჩვენ გეტყვი რატომაც, ხო? ანუ რა შეიძლება, რა გამართლება უპოვო აი ამ იდეოლოგიური კონცეფტიდან. ამას რომ თვითონ ეს ხალხიც, მაგალითად მათ შორის ჩეჩნები, ხო? ჩეჩნებს ორი ომი ჰქონდათ რუსებთან, მაშინ სამოქალაქო ომი იყო და ანუ ეს კავკასიური სახელმწიფოები, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები რა პრინციპში რესპუბლიკები, რომლებიც დღეს შედიან რუსეთის შემადგენლობაში, აი ამ იდეოლოგიური კონცეფტიდან გამომდინარე, ეს არის რაღაცა როგორც საქართველოს მათ შორის, რომლის დაპყრობის სრულიც აქვს რუსეთს, როგორც ბოროტების იმპერიას, ისინი არიან მსხვერპლი, აი ეს ერები, ეს ცივილიზაციები, აი ამ რუსული ბოროტების იმპერიის მსხვერპლია. ესეც დასავლური ასე ვთქვათ იდეოლოგიური ნარატივია ზუსტად იმისთვის რომ აი საბოლოოდ
კავკასიელი და ჩეჩენი მტერი კი არ არის, უბრალოდ კავკასიელი ეს არის რუსების მიერ, ასე ვთქვათ, დაპყრობილი იძულებით ანექსიაში მყოფი ერი და ერები, ჩრდილო კავკასიელები და ეს რისთვის არის გაკეთებული, რომ საბოლოოდ მერე თუ დავუშვათ ეს დასავლური იდეოლოგიური კონცეფტი შეძლებდა რუსეთში, კავკასიაში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ რაღაცა ფრონტის ჩამოყალიბებას, ეს ჩეჩნები და სხვა კავკასიური ჩვენ აღმოჩნდებოდით ერთ მხარეს და ესენი უნდა ყოფილიყვნენ მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ არ შეიძლება რომ ამ დასავლურ კონცეფტში ესენი ჩეჩნების და სხვების ის კავკასიური ქვეყნები და ერები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ მაგალითად აფხაზეთში ომობდნენ, ხო? ამიტომ არ შეიძლება ამათი რუსებთან გათანაბრება. ეს წმინდა ესე ვთქვათ პოლიტიკური შინაარსია და კონტექსტია ამ ყველაფერს. მაგრამ მოდი თავი რა კითხვაც დასვი იმ კითხვას უპასუხობ დუცებ, აი პრეზიდენტის ვიზიტი, ხო? მე რატო ვახსენებ, რომ ეს არის ირაციონალური ამ იდეოლოგიურ შინაარს დღეს განსაკუთრებით ახასიათებს ირაციონალიზმი, იმიტომ რომ თვითონ ეს იდეოლოგიური კონცეფტი, რაც დღემდე საქართველოში, ასე ვთქვათ, მთავარი იდეოლოგი, პროდასავლურ მთავარი იდეოლოგიურ ხაზად რჩება, ხო? აი ეს იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, შინაარსი თავად იმ ჰეგემონმა და უშუალოდ იმ წყარომ უარყოს, აიდანაც სათავეს იღებდა ეს იდეოლოგიური შინაარსი. გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უა, ხო, ისე, აი ეს საინტერესოა. კი, გადავიდეთ იმაზე, რომ თქვა რატო, აი შენ ახსენე, რომ მესმისო, რომ აქ არსებობს რაღაცა იდეოლოგიის, კულტურული სხვაობები, პოლიტიკური სხვაობები რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ესე რომ არ იყოს, ახლა რომ არ გაგვაჩნდეს ჩვენ პოლიტიკური სხვაობები, კულტურული სხვაობები, რელიგიური სხვაობები და ერთნი ვიყოთ, მაგრამ ერთ სახელმწიფოდ ვიცხოვრობდით, ხო? ცალ-ცალკე სახელმწიფოდ იმიტომ ვარსებობთ, რომ გვაქვს ეს სხვაობები და შენ იმის გამო რომ აი ეს პოლიტიკური სხვაობები არსებობს, ამის გამო უარი თქვა ან კულტურული სხვაობები არსებობს, ამის გამო უარი თქვა შენს მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკურ ან კულტურულ ურთიერთობაზე, საერთოდ მოთხოვნა ეს არის დაკვეთა აი ამ პროდასავლურ ეს არის ირაციონალური და მთელი საფუძველი ამას აი ამ ირაციონალებს აქვს აქედან რომ ეს ის რაც დაპირისპირებულია დასავლურ ცივილიზაციასთან, ეს არის აბსოლუტური სიკეთის ცივილიზაცია, პროგრესის ცივილიზაცია, თავისუფლების თანასწორობის ცივილიზაცია და ის რაც ან ვინც კი დაპირისპირებულია აი ამ ცივილიზაციასთან, ის აბსოლუტური ბოროტება ავტომატურად. ვინც არ უნდა იყოს ეს. თუ ეს არ არის მხოლოდ დაუშვათ გეოგრაფიული მოვლენა, დაუშვათ იგივე ორბანი რომ გავიხსენოთ, რომელიც ჩუაგულ ევროპაში წარმოიშვა და ესე ვთქვათ, აი ამ ცივილიზაციის ასე დაყოფია და იმ იდეოლოგიური კონცეფტის ასე ვთქვათ შედეგი იმ იდეოლოგიური კონცეფტის ორბანიც კი აღიქმებოდა როგორც რაღაცა დასავლურ ევროპულ ცივილიზაციის მტერი, ხო, რომელსაც ეძახდნენ პუტინის მეგობარს მაგალითად, ხო? ეგ შენთვის არიან უნგრელები, შემოცოთნე და ჩემთვის და მეტნაკლებად ასე გეოგრაფია ვინც ის თუ წარმოდგენობისაც აგვაქვს და ისტორიაზე, უნგრელები, ევროპელები და ეხა აი რო კითხო იმათ ჩვენს აი ამ პროდასავლელებს, უნგრელები კი არ მიაჩნიათ სრულფასოვან ევროპელებად. რაღაცა აი ცოტა ევროპელები არიან, მაგალითად, ჩვენ უფრო მაგარი ევროპელები ვართ, მაგალითად. სერიოზულად გეუბნები, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს ესენი რაღაცა არ უყურებენ ბოლომდე ევროპელს, ზევიდან უყურებენ. გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარე? აი, გეოგრაფიას თავი გაანებენ. ხო, მაგრამ ამათთვის ხო ეს არ არის გადამწყვეტი, ანუ მე მართლა გეუბნები სერიოზულად ჩემი ტყვია, ეგ რომ აი აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს, ბულგარელებს, უნგრელებს, იგივე სლოვაკებს, აი რაღაცა ისე უყურებენ, რომ ევროპელი ამათთვის არის მარტო ფრანგი, გერმანელი, იტალიელი. შენ ვინ ჩამოთვალე, ხა უნგრელები არ ვიცი ამ იმაში არ თავსდებიან ამ დაყოფაში, მაგრამ ხა დანარჩენები ვინ ჩამოთვალე, ესენი არიან სლავური წარმოშობის ხალხები არიან. ხო, არა, უნგრელები არ არიან, სლავური. ხო, დანარჩენი ვინ ჩამოთვალე, ხა ჩეხები, ბულგარელები, სლოვაკები, სლოვენიელები, ხო, ესენი ყველანი სლავური წარმოშობის პოლონეთის სლავურია, რომ იყვე, მაგრამ ხო, პოლონელებს ისე უყურებენ აგდებულად. მაგრამ ეგ არის აი ხა უნგრეთი, რომელსაც ჰქონდა, რა ვიცი, ალბათ ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერია და ვის შეიძლება მოუბრუნდეს ენა და თქვას, რომ უნგრეთი არ არის ევროპული სახელმწიფო, მაინც შენ სწორი თქვი, რომ აი ორბანთან დაკავშირებით ორბანი მიუხედავად ესე იგი გეოგრაფიისა და ისტორიისა მიიჩნეოდა რომ ის არ წარმოადგენს ევროპულ ცივილიზაციას, ის არის დაპირისპირებული ევროპულ ცივილიზაციასთან. აი, ეს საინტერესო მიგნება არის მართლა იმ ფონზე, როდესაც აი საქართველოს ამ ხალხის თვალში არის წმინდა ევროპა და ჩვენ ყოველთვის ევროპა ვიყავით და ეხლა შინ ევროპაში უნდა დავბრუნდეთ. ხო, აქაც კონტექსტი რა არის, რომ რატომ ეს დაყოფები დაუშვათ, აი პოლარიზაცია ვახსენეთ ქვეყნის შიგნით, რაც არსებობს ხო საზოგადოებაში. ეს პოლარიზაციის მთავარი მიზეზი რა არის, რომ ზუსტად აი ამ იდეოლოგიურ
იდეოლოგიური კონცეფტის მხარდამჭერების საზოგადოებას ყოფენ ორ ნაწილად, ხო? შენ ან სულად ეთანხმები და მხარს უჭერ დასავლურ იდეოლოგიურ კონცეფტს, რომელიც ნიშნავს იმას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დასავლეთი ეს არის აბსოლუტური სიკეთე, რომელიც დაპირისპირებულია აბსოლუტურ ბოროტებასთან, ეს იქნება რუსეთის სახელმწიფო, ირანის სახელმწიფო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თუ სხვა, ვინც ამასთან დაპირისპირებულია და ამის მხარეს ხარ აბსოლუტურად აღიარებ აი ამ მის აბსოლუტურ სიკეთეს, ან ხარ რუსეთუმე, ეს ყველაზე მარტივად რასაც გამოთქვამენ ხოლმე, რომ ყველა ვინც დაუშვათ რაღაცა კითხვას სვამს და ან ამბობს, რომ შეიძლება რაღაცები არის და ეს დასავლურ ცივილიზაციაში, რაც კარგია და მომწონს, ხო, დაუშვათ ეს სოციალური, ეკონომიკური ეს ფორმატი და წესრიგი რაც იქ არსებობს, მაგრამ არის რაღაცები, რაც შემთხვევით მიუღებელია დაუშვათ, ხო? ამ კითხვას თუ სვამ, ესე იგი თუ შენ არ აღიარებ, რომ ის არის აბსოლუტური სიკეთე, ხო? იქ ყველაფერი კარგია დაუშვათ, იქნება ადამიანის უფლებების რაღაცა გადაჭარბებული, არარაციონალური და ირაციონალური განვითარებაც პოვა ამან დასავლურ ცივილიზაციაში, ამას თუ უარყოფ, ესე იგი შენ უარყოფ ევროპის აბსოლუტურ სიკეთეობას და დასავლეთის აბსოლუტურ სიკეთეობას და გადმოდიხარ და ხდები რუსეთუმე ავტომატურად, ხო? აი ეს არ ხდება, ასე ვთქვათ, ამას არ აქვს გეოგრაფია ამ შემთხვევაში არის უმნიშვნელო და წარმოშობა ეროვნულობაც უმნიშვნელო ხდება. ეს რაღაცა კოსმოპოლიტური მოვლენაა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი შეხედულებით რუსებიც არსებობენ, დაუშვათ, იგივე ლიბერალ რუსებს რასაც ეძახიან, ლიბერალური შეხედულებების, აი ამ შეხედულებების რუსები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არიან რაღაცა რუსეთში დაბადებულები გაზრდილი რუსები არიან, ხო, ასე რომ ვთქვათ, მიუხედავად ამისა, მათი რაღაცა აი ამ ეთნიკური წარმოშობისა თუ გეოგრაფიული არეალისა მათი არსებობის, ხო, მიუხედავად ამისა, ზუსტად იგივე და შეიძლება უფრო მეცაც კი ზოგ შემთხვევაში ჯობნიან კიდეც აი ქართველ პროდასავლელებს აი ამ თავის რადიკალიზმში და დაუშვათ სხვა ცივილიზაციების არა ევროპული, არა დასავლური ცივილიზაციების წინააღმდეგ საკუთარი აზრების ქვევაში, ხო? ამიტომ ეს არის რაღაცა უფრო, მაგრამ თავარი რაც ეხა ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ რაღაცა კრიზისში ჩვენ ვიცით რომ ეს რაღაცა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დასავლურ ცივილიზაციას უდგას, მაგრამ ყველაზე მთავარი რა კრიზისიც დასავლურ ცივილიზაციას უდგას, ეს არის იდეოლოგიური კრიზისი. იდეოლოგიური კრიზისი იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი დაუშვათ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად როგორც სოფლიო პოლიციელი, რომელიც სიკეთეს, თავისუფლებას და თანასწორობას იცავს მთელ სოფლიოში და უპირისპირდება დიქტატორებს, მაგალითად როგორც იყო სადამ ჰუსეინი, დაუშვათ დასავლური აი ამ კონცეფტიდან გამომდინარე როგორც იყო კადაფი ლიბიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შორს წაგვიყვანს ავიჩაბოთ, ძალიან ბევრია მათი რიცხვი, ხო? ეს კონცეფტი ამ კონცეფტის ამ იდეოლოგიური შინაარსის რღვევას თავად ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს და დაიწყო ძალიან ძლავრად და ამას ვეძახი მე თუ რამე შეიძლება იყოს ტრამპიზმი, ხო, გარდა მემარჯვენე ეკონომიკური ხედვისა, რომელიც მაინც შიდა საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების, ხო? ტრამპიზმი არის აი ამ იდეოლოგიური კონცეფტის და შინაარსის რღვევის პროცესი. როდესაც დაუშვათ ამერიკა აცხადებს, რომ მე მაგალითად და პირდაპირ ირანს ურტყავ ადამიანის უფლებებისთვის, არამედ ნავთობისთვის. ხო, აცხადებს და აკეთებს კიდეც ამას, ხო? ის შედის დაუშვათ ვენესუელაში და იქიდან მოიპარავს თუ როგორც არის მოიტაცებს ქვეყნებს თავარ პირს და გამოკეტავს ამერიკის შეერთებული შტატების რომელიღაცა ციხეში და ამას აკეთებს ესე უბრალოდ არანაირი დასვათ საერთაშორისო ნორმების დაცვით, არავის რა საერთაშორისო ნორმები უნდა დაიცვა, როცა ამას აკეთებ, მაგრამ აი ყველასგან არც ფუთავს. ხო, არანაირად არ ფუთავს და ამბობს რომ ეს მინდა და ამიტომ ვაკეთებ და ამას მოყვება მე დავუსვათ ის ევროპული ელიტა ეს კონტინენტური ევროპა განსაკუთრებით, ხო? მათგან ესეთი ასე ვთქვათ გამიჯვნა აი ამ პროცესის მიმართ და მათ ჩვენ გვახსოვს რომ ვენესუელას საკითხიც გაემიჯნენ და მათ შორის ირანთან მიმართებაშიც გაემიჯნენ, თუნდაც იმ გაგებით რომ დავუსვათ არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ როგორც მახსოვს, ხო, ამერიკულ სამხედრო ასე ტექნიკის ან სამხედრო თვითმფრინავების გამოყენების უფლება არ მისცა და არ დაუთმო საკუთარი ბაზები, ხო? იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ ის კონტინენტური ევროპა კვლავ აი ამ იდეოლოგიური კონცეფტის ქვეშ იმყოფება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების თავაზობდა და ეს გასაგებიც არის რატომაც იმყოფება, იმიტომ რომ ევროპისთვის და კონტინენტური ევროპისთვის ეს ძალიან კარგი იდეოლოგიური კონცეფტი იყო, იმიტომ რომ ამ იდეოლოგიის ხარჯზე, აი ამ იდეოლოგიური შინაარსის ხარჯზე შეიქმნა ის რეალობა ევროპაში, რა რეალობა შეიქმნა. მათ შორის, თუ ჩვენ საუბრობთ რაღაც ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესზე, რაც იქ იქნა მიღწეული ეს, აუშვათ ამერიკელების აი ამ
ასე ვთქვათ, ჰეგემონიური და იმპერიალისტური შინაარსიდან გამომდინარე ნატოს ხოლგი და უსაფრთხოების და ასე შემდეგ ეს იყო წყარო, ხო, ეს იყო ამის შინაარსი და ამან შექმნა ეს სოციალური და ეკონომიკური სიკეთე და პლუს ამას ის იდეოლოგიური შინაარსი, რაც ევროპას დღეს გააჩნია, ხო, ეს გულისხმობს რაღაცა ქალთა უფლებები, ფემინიზმი, LGBT უფლებები და ასე შემდეგ, ზუსტად აი ამ იდეოლოგიური კონცეფტის ნაყოფი. ამიტომ ისინი აი ამ ნაყოფში, აი ამ იმაში არიან გამოუწვდეული თანამედროვე დღევანდელი ევროპული ელიტა და მათ შორის საზოგადოების დიდი ნაწილიც, იმიტომ რომ პრინციპში აი როგორც შეიძლება ის შევაფასოთ, რომ აი ამ იდეოლოგიურ ჩარჩოს თუ ავიღებთ, იქ ანტისისტემური ძალებიც კი, რომელიც დაუშვათ არიან ითვლებიან კონსერვატიულ ძალებად ან ულტრამემარცხენე ძალებად, რომლებიც დაუშვათ აი კომუნისტური მოძრაობები და პარტიები დაუშვათ ევროპაში, ხო? მაინც აი ამ იდეოლოგიურ ადამიანის უფლებებისა და LGBT უფლებებისა და ასე შემდეგ ფემინიზმის იმ შინაარსში რჩებიან, რაც შექმნა იმ იდეოლოგიურმა კონცეფტმა. ისინი ვერ ახერხებენ ამისგან, ანუ იქ ის შეძლო აი ამ იდეოლოგიურმა შინაარსმა და კონცეფტმა, რომ ეს ყველაფერი გახდა ჩვეულებრივი, ანუ ეს არ არის ნორმალიზება მოხდა. ჩვენთვის რაც წარმოუდგენელია, იქ ჩვეულებრივ მაგათად აი წინაეთერს ვსაუბრობთ ვეიდელზე, ხო, მაგათად AfD-ს ლიდერი, ხო, გერმანიაში და ეს AfD არის მთავარი კონსერვატიული ძალა, ულტრამემარჯვენე, რომელსაც თავისი ფაშისტობას და პუტინისტობას აბრალებენ და ითხოვენ იქ აგზავნონ მილიონამდე ხელმოწერა შეგროვდა გერმანიაში რომ AfD აიგზავნოს, მისი მთავარი ასე ვთქვათ ლიდერი ქალბატონი არის არატრადიციული ორიენტაციის, ხო, ეს ყველა გერმანელმა იცის, მაგრამ ეს მის კონსერვატორობას დაუშვათ, ხო, ხელს არ უშლის, ხო, ანუ ევროპული კონსერვატიზმი დაუშვათ და არ არის დაპირისპირებაში, ხო? აი ამ ქართული კონსერვატიზმი ხომ მთლიანად ამაზე აგებული დაუშვათ, ხო? ქართული კონსერვატიზმი ამას თავისი მიზეზები აქვს, იმიტომ ყველაზე ის იდეოლოგიური შინაარსი, რის განხორციელებასაც აქციელობდნენ, ხო, ეს იდგა რუსეთი როგორც იდეოლოგიური მტერი და ზოგადად სხვა ცივილიზაციები, რომელიც დასავლურ იდეოლოგიასთან არის დაპირისპირებული, ეს არის ბოროტება და ამის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე აქ საზოგადოებაში რა ეს ასე ვთქვათ კულტურული შინაარსიც გააჩნდა აი ამ საზოგადოებას ეს იყო საბჭოთა კულტურა და საბჭოთა კულტურული აზრი და იმისთვის რომ ქართველი დაუშვათ გახდეს ევროპული და ევროპელი თავისი შინაარსით, ხო, აი ჟურნალ ჟვანიამ რომ თქვა თავის დროზე მე ქართველი მასშტაბური მე ვარ ევროპელი, ამან ხომ უნდა შეიძინოს საკუთარი პოლიტიკური და კულტურული შინაარსი, ხო, ესე ხო უბრალოდ ხო უნდა დარჩეს სიტყვებად, ხო, პოლიტიკური შინაარსი არის ეს სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ და გახდა აი ამ სივრცის ნაწილი და კონსტიტუციაში ჩავწერეთ ეს და კულტურული შინაარსი უნდა იყოს, რომ ეს შენ ეს საბჭოთა კულტურა, რომელიც ან არის საბჭოთა ან არა, ესე სხვა საკითხია, იმიტომ ხა ეს დაუშვათ ტრადიციული შინაარსი და კულტურა რაც ჩვენ მოგვდებს ეს საბჭოთა კავშირამდე ესეთი იყო ქართველი პირიქით ალბათ 20-იან წლებში და 30-იან წლებში პირიქით საბჭოთა კულტურა იყო ბევრად დაპირისპირებული ამ ყველაფერს. პროევროპული იყო ვიდრე მაშინდელი ქართული კულტურა, ხო? ხო და ეს უნდა შეიცვალოს ახალი თანამედროვე იმ ევროპული კულტურით უნდა ჩანაცვლდეს რაც ევროპაში არის და იმ რაღაცა მეინსტრიმ იდეებით რაც ევროპაში არსებობს, ხო და ამის თავარი ასე ვთქვათ ეს ითარგმნებოდა და გარდატეხა უნდა მომხდარიყო რომ თუ აქ საქართველოში გაიმართებოდა LGBT პრაიდები ყველა ჩათვლიდა რომ საქართველოში რაღაცა საბჭოთა ეს კულტურა და მენტალიტეტი დამარცხდა და შედგა საქართველოს შედგა როგორც ევროპული კულტურის სახელმწიფო, თანამედროვე ევროპული კულტურის სახელმწიფო. ამიტომ ქართული კონსერვატიზმი აბსოლუტურად დაიფუძნა აი ამ იდეის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არ არის გასაკვირი თქმა, ამის თქმა მინდა. ეს არ არის ქართული კონსერვატიზმის პრობლემა. ეს ქართული კონსერვატიზმი რომ ესეთია, ეს შემოგთავაზა ეს არის ქართული კონსერვატიზმის იდეა უფრო და ეს ნამდვილად არ არის პრობლემა. იცი რა მინდა გითხო ცოტნე. ეს დასავლური კულტურის თანამედროვე დასავლური საზოგადოების კულტურული თუ იდეოლოგიური კრიზისი გასაგებია რაც შენ ახსენი, მაგრამ მოდი ვთქვათ რუსეთთან დაკავშირებით ვთქვათ, მოდი შენ ამბობ რომ დასავლურ ცივილიზაციას უდგას იდეოლოგიური კრიზისი, მაგრამ მაშინ თუ ამას ვეძახით ჩვენ კრიზისს, მაშინ რა უნდა ვთქვათ რუსეთის სახელმწიფოს იდეოლოგიურ პრობლემებზე. და გულისხმობ რას? რასაც შენ ხსნი
რომ ეს თანასწორობის იდეა, LGBT საკითხები, თანასწორობის იდეას და LGBT-ს ნუ გავაიგივეთ მაინც ერთმანეთთან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თანასწორობის იდეა ეს არის სრულიად კეთილშობილური იდეა, მაგრამ აი ეს დამახინჯებული ფორმებს იღებს, როდესაც საუბრობთ გაუკუმართებული ცხოვრების ეს დაკანონებაზე მაგალითად და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრება ასეთი გახლავთ. მაგრამ ერთი სიტყვით ის ყველაფერი რაც დღეს ხდება ევროპაში შეიძლება მართლაც არის კრიზისში, მაგრამ ევროპულ დასავლურ ცივილიზაციას აქვს მაინც მკვეთრად გამოხატული სახე, ხო, იდეოლოგიური სახე. გასაგებია რომ ეს LGBT უფლებები შეიძლება ვიღაცებს ხელში აქვთ უკვე იქ ამოსული, მაგრამ ფორმა ამ იდეოლოგიას აქვს და მისი ფორმა არის ასეთი. ეს ფორმა შეიძლება დღეს არის კრიზისში, რასაც ჩვენ საუბრობთ და რისი წყაროც ასევე არის ის, რომ თავად ამ იდეოლოგიის მთავარმა ფუნდამენტმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ამ ყველაფრის უარყოფა, მაგრამ აი ამის საპირწონეთ მაგალითად რუსულ სახელმწიფოს რა იდეოლოგია აქვს დღეს და რას თავაზობს ის კარგი უპირისპირდება დასავლურ ცივილიზაციას, მაგრამ რა არის მისი შემოთავაზება? ეს არის საინტერესო. მე მეჩვენება რომ პირიქით რუსეთში რაც ხდება, ეს არის მთავარი იდეოლოგიური კრიზისი იმ ფონზე, რომ რუსეთს ფაქტიურად არ აქვს რაღაც ისეთი ჩამოყალიბებული იდეოლოგიური ხაზი. ვერ ვიტყვით რომ რუსეთი არ არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ვერ იტყვი ამას. ხო, მისი ისტორიიდან გამომდინარე, რუსეთი იყო ევროპული იმპერია, რაღაც პეტრე პირველიდან დაწყებული მოხდა მისი ეს ევროპეიზაცია, შევიდა ევროპული და ის თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ზოგადად ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ევროპის რუკაზე და მოკავშირეებიც ყავდა, იქ მტრებიც ყავდა, ასე შემდეგ. მაგრამ ის ემიჯნება დასავლურ იდეოლოგიურ ხაზს, ხო, დღეს თავიდან ბოლომდე. ვერ ვიტყვით და ჩემი აზრით ვერ ვიტყვით, რომ ის არის მკაფიოდ აღმოსავლური იდეოლოგიური დოქტრინის, ასე ვთქვათ, ერთგული დღეს. ნამდვილად ასე არ არის. აი, რა არის ის, რასაც ეფუძნება რუსკი მირ, რასაც დღეს ეძახიან, ხო, ისინი თავად რუსული სამყარო. აი, რას ნიშნავს რუსული სამყარო? მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა დღეს რუსული სახელმწიფოს სინამდვილეში არის სწორედ ის, რომ უმწოვესი გარდა ეკონომიკურისა და გარდა პოლიტიკურისა, იქ დგას უმწოვესი იდეოლოგიური კრიზისი. წარსულში რა ხდებოდა, როდესაც ეს იყო საბჭოთა კავშირი, გასაგებია. დასავლეთში არსებობდა ეს თავისუფლების იდეა და ამ თავისუფლების იდეას უპირისპირდებოდა თანასწორობის იდეა საბჭოთა კავშირის სახით. ან მაშინ რუსეთის საზოგადოება მსოფლიოს თავაზობდა თანასწორობის იდეას. ეს იყო დაპირისპირებული თავისუფლების იდეასთან. მაგრამ საბჭოთა კავშირმა თვითონ გამოაცხადა, რომ აღარ გვინდა და ვიშლებით. აი, რა არის დღეს ის იდეა, რასაც რუსეთის თავაზობს? პრინციპში არც არაფერი და აბსოლუტურად გეთანხმები შენს შეფასებაში. ეს უფრო რუსეთის თანამედროვე იდეოლოგია რეაქციულია და რეაქციული რას გულისხმობ ამაში? ეს რეაქციული არის გაგებით რა გაგებითაც არის და პლუს ამას, ხო, ეს არის რეაქცია იმ ევროპის და დასავლური იდეოლოგიის რაღაცა კონკრეტულ თეზისებზე დაუშვათ, ხო, ასე ვთქვათ, ისეთი კლეად არ არიან დაპირისპირებული ევროპულ იდეოლოგიასთან, უბრალოდ იმისთვის რომ რაღაცაირი გამიჯვრა მომხდარიყო, ჯერ ეს სჭირდებოდათ წმინდად პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისინი ფაქტობრივად ცხელომში იმყოფებიან დასავლურ ცივილიზაციასთან, უკრაინელების სახით ამ შემთხვევაში და იმისთვის რომ საკუთარ მოსახლეობას აუხსნა რა განსხვავება რისთვის ომობ, ხო? ამას შენ არ შეიძლება საკუთარ არც ერთი სახელმწიფოს არასდროს ეს არ გაუკეთებია, რომ უთხრა რომ ეხლა მე იმისთვის ომობ, რომ იქ არის რაღაცა რესურსები, ტრამპი მაგაშვება როგორ არ გაუგედებია ირანზე? ტრამპი არ ომობს, ანუ არ ომობს რა გაგებით, რომ ამერიკელები არ იხოცება. ხო, ათასობით ამერიკელი არ იხოცება, ხო? პირიქით, თუ ვინმე იხოცება, ეს არის ირანელები და მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც, ხო? ამიტომ ამ შინაარსში რუსები ჭირდებათ ახალი იდეოლოგია და ამის ჩამოყალიბების პროცესში არიან. ჩამოყალიბების პროცესში არიან რა? ისინი მათ გამიჯნეს ეს ევროპული ცივილიზაცია და რუსები პრინციპში რას ამბობენ, რომ ეს კი არ არის ევროპული ცივილიზაცია. ევროპული ცივილიზაცია სინამდვილეში ჩვენ ვართ. ის რაც იყო ევროპული იდეა, ევროპული ცივილიზაცია, ხო? ეს ამ იდეას ჩვენ დავუშვათ, აი რაზე აფუძნებს ამ იდეოლოგიას? ქრისტიანობაზე აფუძნებს, ხო? ისინი ამბობენ, რომ დავუშვათ ეს სალავიევი იძახდა ზუსტად მაგას 1-2 კვირის წინათ, რომ სინამდვილეში ჩვენ ვართ ევროპა და თქვენ უარყავით ევროპა. ამას ეუბნება და იმიტომ თავარი საფუძველი რაზეც ცდილობენ რომ საკუთარი ახალი იდეოლოგია დააშენონ ქრისტიანობა და თუ ამაზე დააფუძნებ შენს თანამედროვე იდეოლოგიას, ახალ იდეოლოგიას, მაშინ ეს უნდა თქვა, ბოლო ეს იქნება, ამის იქით ვეღარ წახვალ, რომ ევროპელებს ეუბნებიან, რომ ნამდვილი ევროპელები ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ქრისტიანულ საფუძველზე, რაზეც შეიქმნა თანამედროვე ევროპა შუა საუკუნეებიდან მოღოლებული, ხო?
ჩვენ დაურჩით აი ამ ქრისტიანული შინაარსისა და ქრისტიანული რაღაცა კულტურული ფორმის ერთგულნი და თქვენ აი ამ ყველაფერს გაემიჟეთ მე აი ჩვენ ადრე გვისაუბრია რომ იყო ძალიან სასაცილოა ხა ესე რომ შეხედო პოლიტიკური მიმოხილვა რომ გააკეთო აი ამ განცხადების მაგრამ რუსეთის SVR-ს ეს არის საგარეო დაზვერვის სამსახური რუსეთის აი სომხეთში მიმდინარე არჩევნებამდე ხდებოდა ეს სანამ ფაშინიანი კიდევ ერთხელ გაიფორმებდა იმ გამარჯვებას რაც გაიფორმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა რაღაცა განცხადება გააკეთა სომხეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამბობს რომ სომხეთში წერენ უბრალოდ რომ სომხეთში ევროანტიქრისტებმა სომხეთის გრიგორიანულ ეკლესიას, სამოციქულო ეკლესიას შეუტიეს და მათ წინააღმდეგ მოქმედება. ამას ამბობს დაზვერვის უწყება. ხო, ანუ ევროანტიქრისტები შეიძლება იყოს, რა ვიცი, აი სალავიოვმა შეიძლება თქვა ასეთში. ხდებოდა მაგალითად, ხო, დაუშვათ აქ საქართველოს, რა ვიცი, აი შალვა ნათელაშვილი პროდასავლური რო არ იყოს, შალვა ნათელაშვილს მოუხდებოდა მსგავსი ტერმინი და გასაგებია ეს რაღაცა, მაგრამ აი საგარეო დაზვერვა დაუშვათ, რომელიც ეს ანალიტიკური სამსახურია იდეაში, ხო, ეს არ არის რაღაცა ის პროპაგანდისტული სამსახური, რომელსაც რაღაცა message box-ი უნდა აწარმოოს, ხო? თუ ის აუბრობს, ეს არის ანალიტიკური შეფასებები უნდა აკეთოს მიმდინარე პროცესების. ხო? და ის რომ საგარეო დაზვერვის სამსახური ასე საუბრობს, რატომ საუბრობს ამაზე? ეს პროპაგანდის ნაწილია, გასაგებია და ეს დაშუალ ორგანოს გამოყენებულია როგორც პროპაგანდის საშუალება. თუმცა აქ ჩანს, ხო, ანუ რასთან გვაქვს საქმე, რომ ზუსტად დაუშვათ ეს ის, რასაც რუსეთი ეომება დღეს აი ამ რუსული იდეოლოგიური ხაზის მიხედვით ეს არის ევროანტიქრისტეობა, არ ვიცი, რაღაცა ქრისტიანობის საპირისპირო, ეს არის რაღაცა მათ შორის ფრონტის ხაზზე ვიღაცები ჩეჩნები, რომლებიც დაუშვათ განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან, განსხვავებით მართლმადიდებელი რუსებისგან, ხო, იმათაც იგივე ასე ვთქვათ იდეოლოგიური კონცეფცია აქვს, რომ ისინი ებრძვიან სატანას, იმიტომ რომ ეს რაღაცა გაუკუღმართებული ცხოვრების წესი, ეს არ არის რაღაცა ქრისტიანული მოვლენა და არც ეს გასაგებია და დიწევა შეიძლება ამას იზიარებდეს ბევრი ქართველი. ეს არ შეიძლება იყოს იდეოლოგია. აი ამისი კითხვა ეს რამდენად შეიძლება თან რუსეთის რეალობაში რამდენად შეიძლება იყოს ეს ქრისტიანობა როგორც სახელმწიფოებრიობის მთავარი იდეოლოგია. მე არ ვსაუბრობ იმას რომ ხა მოსკოვი და პეტერბურგი და კიდე ბევრი დასავლეთ რუსეთის ნაწილი ეს არის ტრადიციული ქრისტიანული, რა თუნდა ამას ბევრი საუბარი, მაგრამ რუსეთი ეს ხომ არ არის მხოლოდ რუსი ხალხი. ეს არის ძალიან მულტიეთნიკური სახელმწიფო, ეხლა დედამიწის მე-6-ზე გადაჭიმული უზარმაზარი სახელმწიფო, სადაც არის ათასობით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, უამრავი რელიგიური ჯგუფი, ძალიან განსხვავებულები ერთმანეთისგან, ხო? ეხლა აღმოსავლეთ რუსეთის სადღაც იაკუტიაში მაცხოვრებელიც რუსული სახელმწიფოს ნაწილია და აი აქეთ დღეს რომ სადაც ფრონტის ხაზი გადის ისიც. რამდენად შეიძლება რომ თავსებადი იყოს ეს ყველაფერი რუსულ რეალობას? ამას მოუნახეს მარტივი გამოსავალი, ხო? აი რუსკი მირ რაც ნახეთ რუსული სამყარო, როგორც ამას ეძახიან დღეს რუსები, ეს მოიცავს რას, რომ ტრადიციულ საზოგადოებას, ხო? აი ტრადიციულ საზოგადოებაში ეს იქნება მართლმადიდებლური, კათოლიკური, ისლამური თუ სხვა, რა ვიცი მე, იუდეური საზოგადოება დაუშვათ, ხო? ტრადიციული საზოგადოებისთვის ეხლა თანამედროვე ევროპული იდეოლოგიური კონცეფტები, რომელიც გულისხმობს რაღაცა LGBT ურთიერთობებს, ფემინიზმს გარკვეულწილად, რომელიც რაღაცა ამასაც თავისი შინაარსი აქვს და ასე შემდეგ გულისხმობს დაუშვათ აბორტების წინააღმდეგ გამოსვლა, აბორტების თავისუფლებას და ასე შემდეგ, ხო? ეს იდეოლოგია, ეს დასავლური იდეოლოგია ნებისმიერი ტრადიციული საზოგადოებისთვის, რაც არ უნდა რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენდეს, რაც არ უნდა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებისგან შედგებოდეს ეს საზოგადოება, ეს ტრადიციული საზოგადოება ყველასთვის ერთნაირად მიუღებელია. მუსლიმისთვისაც, ქრისტიანისთვისაც, იუდეველისთვისაც და ყველასთვის, კათოლიკე ქრისტიანისთვისაც, მათ შორის თუ ის ტრადიციული გაგებით თავსვლის ტრადიციულ კათოლიკეთ, ხო? აქედან გამომდინარე რუსებმა ეს გამოსავალი იპოვეს, რომ ჩვენ ამ შინაარსში ჩვენ მოკავშირეები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებას ვიცავთ. ეს ტრადიციული საზოგადოება ამაში თანხმდებით, რომ აი მართლმადიდებელის და მუსულმანებს თანხმდებით, რომ ეს არ არის ნორმალური, ეს არც ქრისტიანობაში წერია და არც ისლამში, რომ მსგავსი ტიპის საზოგადოების შექმნა ჩვენ დაუშვათ. თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთი არის, აი მაგალითად რო არ გავსდეთ რა ამ თემას. რუსეთი არის მაგალითად მოკავშირე ათეისტური ჩინეთის ამავდროულად.
ანუ ჩინეთი არ არის რელიგიური სახელმწიფო არანაირად პირიქით ტრადიციული საზოგადოება შეიძლება ისე ითქვას. ხო, ალბათ, ეს არის ამ ამ შემთხვევაში რელიგია და თეიზმი და ათეიზმი კი არ არის გამსაზღვრელი. ხო, მაგრამ ეს უყურე რა არის, ამაში ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ დაუშვათ მცდელობას აქვს ჩემი გადმოსახედიდან რუსების აი ამ მცდელობას, რომ ეს ალბათ მაინც არის საომარი მდგომარეობისთვის დასახასიათებელი და იმ მომენტში გამოსადეგი შეიძლება იყოს როგორც რაღაცა იდეოლოგიად, მაგრამ როცა ეს ომი დამთავრდება დაუშვათ და ხო ოდესღაც ხომ და დამთავრდეს ახლა სულ ხო არის ომები, იმის შემდეგ ანუ ამ იდეოლოგიას ასე ვთქვათ ჭირდება მტრის ხატი, როგორც დაუშვათ დასავლური იდეოლოგიას ჩვენ რაც ვთქვით, ხო, მას აჭირდება მტერი და ეს მტერი იყო რუსეთი. დაახლოებით იგივე, მე ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთი კი არ ცდილობს რაღაცა ახალი დაუშვათ აი თავის დროზე საბჭოთა კავშირი რაც ვთქვით, თანასწორობის იდეა ეს იყო რაღაცა სხვა ახალი იდეა, რომელიც შეიძლება ბევრისთვის მაცდური იყო მაშინ და შეიძლება დღესაც იყოს მაცდური ბევრისთვის, ხო? მაგრამ ეხლა კი მსგავსი რამის ცელობა არ აქვს. უსებს რაღაცა განსხვავებული ან იმ იდეას დაუბრუნდნენ რაც იყო საბჭოთა იდეა და თანასწორობის იდეა, ან რაღაც ახალი იდეა შექმნან, ამის ცელობა არ აქვს. უბრალოდ ისინი აკეთებენ რასაც დასავლური ცივილიზაცია აკეთებს, იგივეს აკეთებენ უბრალოდ მათ საწინააღმდეგოდ. რომ ჩვენ მიუხედავად ანუ აი ამ რუსულ იდეოლოგიას არ ჭირდება მტრის ხატი და ეს არის დასავლეთი, დასავლური რაღაცა ეს ევროანტიქრისტეობა, რასაც ისინი ეძახიან, ამ ტერმინს როგორც გამოიყენებს რუსეთის საგარეო დაცვა, თუმცა ერთი მინუსი აქვს რუსულ იდეოლოგიას დასავლური ცივილიზაციისგან, რაც შეიძლება ანუ ის მინუსი, რამაც დასავლეთს მისცა იმის საშუალება, რომ ეს დასავლური იდეოლოგიური კონცეფტი გამხდარიყო, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში განხორციელებული. ეს მინუსი არის მისი სოციალური და ეკონომიკური შინაარსი. ხო, ანუ დასავლურმა იდეოლოგიურმა კონცეფტმა შეძლო ის, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აი ამ დასავლური იდეოლოგიური კონცეფტის ნაწილი გახდნენ და ძირითადად ეს გასაგებია რა ევროპა არის და ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ევროპის სახელმწიფოებს იმის სანაცვლოდ, რომ ისინი აი ამ იდეოლოგიური კონცეფტის ნაწილი ხდებოდნენ, მათ ძალიან დიდი სოციალური და ეკონომიკური ბენეფიტები ეძლეოდათ, ხო? და რუსეთი ამას ვერ ახერხებს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ არ აქვს ისეთი ეკონომიკა, ისეთი გარდა ეკონომიკისა, ცოტნე აქ ხო არ არის კიდე პრობლემა იმაში, რომ აი რატომაც ვთვლი რომ ეს შეიძლება იყოს იდეოლოგიური კრიზისი, რომ აი მაგალითად საბჭოთა პერიოდს თუ ავიღებთ, სტალინს თუ ავიღებთ პირობითად, ვინც აკეთებდა, რასაც აკეთებდა, ის რო გულწრფელი ამ ყველაფერში რო აკეთებდა, ანუ ის მართლა გულწრფელად ფიქრობდა, რომ დიდართა კლასს უნდა წავართვათ ის ყველაფერი, იმიტომ რომ ეს უნდა მოახმაროთ შემდეგ ღატაკთა კლასს და ამას აკეთებდა გულწრფელად. ეხლა რუსეთის ელიტა, რომელიც მთელ თავის ქონებას დღემდე მათ შორის ინახავდა დასავლეთში სხვადასხვა გზებით ეძებენ და თვითონვე ცდილობენ ყველანაირად რომ დასავლურ ცივილიზაციასთან იყვნენ მჭიდრო კავშირში, პირადად თვითონ ამას ცდილობენ, მერე ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ აი ანტიქრისტეებს ვებრძვით დასავლეთის სახით, ანუ დამაჯერებლობა აკლია, ხო, ამ ყველაფერს ბუნებრივია, ხა რიგითი რუსის თვალში, თუ მაგას ებრძვი ამდენი ხანი მთელი ბიზნესები რატო გაქვს საფრანგეთში და რატო გაქვს ინგლისში გადატანილი, ხო? ეს ხო არის არგუმენტი ამ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ. ამიტომ გონია, რომ ეს შენი თქმის არ იყოს მართლა შეიძლება იყოს რაღაც დროებითი, აი ამ საომარი პერიოდისთვის მოგონილი იდეოლოგია, რომელიც გჭირდება იმისთვის, რომ ხალხი დარაზმო შენი მტრის წინააღმდეგ. გასაგებია რუსეთი რასაც ცდილობს ამ შემთხვევაში, მაგრამ აი გრძელვადი ამ პერსპექტივაში რა შეიძლება გქონდეს რუსეთს, ისეთ სხვა შორის აი გვიწერს მაყურებელი საინტერესო კომენტარს. მახსოვს მე ეს მაყურებელი წინა გადაცემაში ძალიან ბევრი რო ეკამათეთ. ის არის თუ გაინტერესებთ რა არის რუსკი მիր, უნდა გაეცნოთ თანამედროვე რუსი ნაციონალისტის დემუშკინის ინტერვიუსო, რომელიც მიუძღვნა 2012 წელს რაღაც ღონისძიებას 14 წლის თავს. ალბათ ძალიან საინტერესოა, მადლობა და აუცილებლად გავეცნობით, არ ვარ გაცნობილი, თუმცა ალბათ ბევრი ვერსია არის კიდე რა არის რუსკი მիր და რუსი ნაციონალისტებს დღეს მეც საქმე кайხანია არა აქვს და ზიან და ამაზე აკეთებენ. ეს ცოტა დროული იდეა არის, ეს ისე გაწყვეტილებს მე-19 საუკუნის ბოლოსკენ 20 წელს არსებობდა ამავიცა გვარი ერთ-ერთი ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, რომელიც ცდილობდა რაღაცა აი ამ ფაქტობრივად ესე რომ შეხვიდე მის შინაარსში და ჩემი გადმოსახედიდან რაღაცა მართლმადიდებლური ფაშიზმის შექმნას ცდილობდა, სადაც ეს რაღაცა იდეა მართლმადიდებლური იდეა, მართლმადიდებლური რუსეთის იმპერიული რუსეთის იდეა, რომ რაღაცა ეს არის მეორე თუ კი არა და მესამე რომი, რომელმაც რაღაცა მართლმადიდებლური სამყაროს ცენტრის ფუნქცია უნდა აიღოს საკუთარ თავზე და აი ამ კონცეფცია
ცივილიზაციას არ ვითარებდა და იქ ძალიან შორს მიდის ის აი ამ საუბრებში და ამასაც ამსგავსებენ დღევანდელი რუსეთის აი ამ შინაარს, თუმცა აქ ერთი მთავარი განსხვავება მაგიდეის ვერძია რომ კონსტანტინოპოლი უნდა დაიფრო. ხო, არა, ერთი მთავარი განსხვავება ის არის რომ და ძირითადი განსხვავება ამ იდეოლოგიისგან რომ მართლმადიდებლური ბოლომდე რუსეთი ვერ არის, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვით, იქ ძალიან ბევრი სხვა რელიგიური და კულტურული შინაარსის და მიმდინარეობის ადამიანები ცხოვრობენ და ერები და ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე იქნა არჩეული ის ხაზი, ტრადიციული საზოგადოების ხაზი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ამიტომ ხო, ეს ერთი რაღაცა შინაარსი ამაში არ დევს. ცელობა ეს არის რაღაცა სხვადასხვა იდეოლოგიებიდან, რელიგიებიდან, ტრადიციული საზოგადოებიდან, მათ შორის ევროპული გაგებიდან, იდეოლოგიების შეკოწიწებული რაღაცა დროებითი იდეოლოგია, რომელიც შეიძლება გამოსადეგი იყოს რაღაცა პერიოდში, ჩემი გადმოსახედიდან. უბრალოდ აქ ერთი რაღაცა არის, ეგ ძელვადიანი ახსენეს შენ და ვიხდი რომ აქედან მიდიოდი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. არ ვიცი რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რთული საკითხია. ხო, ეხა ზოგადად ალბათ, დიდი ალბათობით, ჩემი ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ეხა ახალი იდეოლოგიის გამოგონება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ უჭირთ რუსებსაც რაღაცა ახალი იდეოლოგიის შექმნა. ნუ არ დაიბადოს ვინმე ისეთი ვინც ეძლებს ამ. ხო, არ ვიცი. ზელა წარმოსადგენია იმის გამო რომ თუკი რამე ამოწურული გუგონია. ხო, ანუ იდეოლოგიებმა ამ გაგებით რაღაცა საკუთარი თავი ამოწურა, იმიტომ რომ ყველაფერი და ყველა სფერო მოიცვა. სააზროვნო სივრცე მთლიანად ასე ვთქვათ, აი შეიძლება მოხდეს რაღაცა სიმბიოზი, დაუშვათ აი მაგალითად აი ჩინეთზე თუ ისაუბრებთ, ჩინური მოდელი დაუშვათ იმ იდეოლოგიური მოდელი რაც არსებობს, ეს რაღაცა მარქსიზმისა და იქ ჩინური ტრადიციული რაღაცა კონფუციანიზმის რაღაცა ის არის, ხო? ნაზავი და ნაერთი და აქედან გამომდინარე რაღაცა ახალი მივიღეთ, მაგრამ ის ორი არსებული იდეოლოგიის შეკავშირებით არის მიღებული და გამოსავალი გააჩნია ერთი რაღაც არის მნიშვნელოვანი. ეს დაპირისპირება დაუშვათ დასავლურ ცივილიზაციასა და რუსულ ცივილიზაციას შორის, სლავურ ცივილიზაციას, რუსკი მირ თუ რაღაც რასაც ეძახიან, აი ამ ცივილიზაციებს შორის სანამდე გაგრძელდება და როგორ ფორმებში გაგრძელდება ის იქნება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რატომ ამბობ ამას, ხო? ჩვენ დასავლური ცივილიზაცია, ადრეც ვქვით აქ ეთერში, რომ დღეს უკვე შეიძლება რომ გავმიჯნოთ რა. დასავლური ცივილიზაცია ეს არის რაღაცა ევროპული, კონტინენტური ევროპული ცივილიზაცია და დღეს უკვე არის ტრამპისტული ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც იმის საპირისპირო არის, რაც იყო დაუშვათ 10 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? რას ნიშნავს ეს ამერიკის შეერთებული შტატები უარს ამბობს, მაგალითად ადამიანის უფლებებზე, უარს ამბობს იმ ღირებულებებზე, რასაც ამბობდა თუ უბრალოდ იცვლის ფორმას ამ შემთხვევაში. ჩვენ რატო ამბობ ამას? ეხა მაგალითად მე მეჩვენება რომ მაგალითად ბაიდენის ადმინისტრაცია და მანამდე მოდი ბაიდენს თავი გავანებოთ აი ბუშის ადმინისტრაცია პირობითად რომელმაც დაიწყო ომი იმიტომ ამბობ აი მამა ბუშმა დაიწყო ავღანეთში შვილმა ბუშმა დაიწყო ერაყში ჩვენ ხო რეალურად ვიცით რომ ისინი ამას აკეთებდნენ რესურსებისთვის ხო ანუ ეს იყო მათი და ამერიკული გავლენის გაზრდისთვის იმისთვის რომ აქ ბაზები ქონოდათ რაც მომავალში უნდა გამოიყენებინათ უკვე ირანის წინააღმდეგ და გამოიყენა კიდეც აგერ ტრამპმა გამოიყენებინათ რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ რეალურად ამისთვის კეთდებოდა თუმცა ეს ყველაფერი იფუთებოდა რომ ეს ხდება ადამიანის უფლებების დასაცავად რასაც ეხა აკეთებს ტრამპი ეს არის აი ამ იდეოლოგიური ხაზის უარყოფა თუ ის უბრალოდ უფრო გულწრფელია თორე სინამდვილეში ისინი სხვა ამისთვის აკეთებდნენ ანუ ამისი თქმა მინდა როდესაც ისინი მოქმედებდნენ ისინი თავისი იდეოლოგიური პლატფორმიდან კი არ მოქმედებდნენ მათთვის იდეოლოგიური პლატფორმა უბრალოდ შეფუთვა იყო რეალურად მიზნებისთვის ხო კი რა თქმა უნდა ხო ანუ გააჩნდა ტერმინი მაგრამ სოფლიო პოლიციები მაშინ ჩდება ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ თან სოფლიოში ეგრეთ დიქტატორებს და დიქტატურებს და ამყარებს თავისუფლებას დემოკრატიას თანასწორობას და ასე შემდეგ შეფუთვაში კი ისე აი ბოდიში უნდა ვთქვა ეგ აუცილებლად შეფუთვაში მართლა ალბათ აი ეს არის რითიც ახერხებს ამერიკა ამდენი ხანი ყოველ შემთხვევაში და დასავლეთი შეენარჩუნებინა ეს მათთვის აი კინემატოგრაფიის დონემდე ყველა მე მაგალითად ერთხელ აი ბავშვობაში მაგ ნახე უბრალოდ ფილმის სათაური არ მახსოვს ვიეტნამის ომზე არის ფილმი და ნუ ვიცოდი იმ დროს უკვე ვიეტნამის ომის შესახებ და მისი ისტორია და ასე შემდეგ მაგრამ აი რო არ მწოდნო და მეგონებოდა იმ ფილმს რო უყურე რომ ვიეტნამელები თავს დაესხნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და შტატები იძულებულია კომუნისტები უკვე აქ არიან აი რაღაცა ისე იწყება რა ფილმი ანუ შეფუთვა აქვს ისე გაკეთებული რომ გეგონება აი ამერიკის კონტინენტზე შეიძლება ვიეტნამელები ფული ხარჯებოდა ამაში და ალბათ იმიტომ ეს ერთი და მეორე ყველაზე თავარი რაც ქონდა რაში მე რატო ვახსენე დავუშვათ აი რუსეთის პრობლემა რო არის რომ სოციალური და ეკონომიკური შინაარსი რომლისგანაც დაცლილია ეს ანუ ის რომ ის ვერ თავაზობს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აი ამ სახელმწიფოებს რაღაცა სოციალურ და ეკონომიკურ აღმავლობას განსხვავებით აი ამ დასავლური ცივილიზაციისგან ზუსტად ეს არის რომ დავუშვათ აი ყურე
ევროპული ცივილიზაცია, აი ჩვენ დავუშვათ როცა ამბობდით რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული სახელმწიფოები, ხო ეხა არ ვიცი დარწმუნებული ვარ რომ არ ვიცი ალბათ აი 1%, 2%-ს წარმოუდგენია რომ ეს ევროპული სახელმწიფო ვიყოთ, ვინც აი ამ ევროპული საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გააწევრიანების მომხრეა, ძალიან 1-2%-ს წარმოუდგენია რომ ეს უნდა იყოს რაღაცა LGBT პრაიდები თბილისის ქუჩებში, ხო? ყველას ვინც ამ იდეას ხარს უჭერს აი ამ ზუსტად იმ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რაც იყო, ასე ვთქვათ, სახე მიმზიდველობის ის წერტილი, რომლითაც მიიზიდავდნენ სხვა ერებს, სხვა სახელმწიფოებს დასავლური ცივილიზაციისკენ. უბრალოდ აქ როგორ დგას, რომ აი თუ გახსოვს, აღარ მახსოვს გვარი, აი მაშინ ეგრეთ წოდებული აი გამჭვირვალობის კანონის განხილვის დროს იყო, რომ თუ ჩვენ ვიქნას რომ საფეხზე უნდა ვიდგეთ, რატომ? იმიტომ რომ საპირწონედ დგას ეს ევროპული ცივილიზაცია, კეთილდღეობა, რაღაცა უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, იმანეს ვერ თქვა იდეაში, მაგრამ ვინც ეხო საბჭოთა კავშირშიც. არა, სხვა რაღაცას ვარ, თავისუფლება არ იყო სამაგიერო და საბჭოთა კავშირის ბოროტება, ანუ იმის საპირისპიროა, რაღაც უკვე ვისაუბრეთ, ეს იდეოლოგიური კონცეფტი შემდგარია, ხო? ხო და ამიტომ იმისთვის ეს ყველაფერი ღირს და ეს იყო ყველაზე მიმზიდველი დაუშვათ ის რომ ვიღაცებს აქ ვარდების რევოლუცია მოეწყო და ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში ეწყობოდა იმისთვის რომ ჩვენთანაც მათ შორის უკრაინაში და სხვაგანაც ხო ყოფილიყო და მიღწეულიყო ის ეკონომიკური და სოციალური ბენეფიტები რაც ევროპულ სახელმწიფოებს ჰქონდა ეს იყო მთავარი ღერძი აი ამ და ის რაც მიმზიდველობას უქმნიდა აი ამ ევროპულ ცივილიზაციას და აი ამ იდეოლოგიურ რაც უზრუნველყოფდა ლეგიტიმაციას ამ პროცესში ხო ანუ აი მაგას ვამბობ ის რომ მე იქ იარაღით შედიოდა ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში როგორ იფუთებოდა ეს რომ ის შედის იმისთვის რომ იქ შექმნას ევროპული სახელმწიფო. რა არის ევროპული სახელმწიფო? ეს არის თავისუფალი თანასწორი სახელმწიფო, სადაც რაღაცა არსებობს უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, არის შაგრებიან ქალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწია უკან დახევა. მოდი ასე ვთქვათ და მოუწია უარი ეთქვა აი ამ იდეოლოგიურ კონცეფტზე იქიდან გამომდინარე რომ რისთვის კეთდებოდა ეს რაც ჩვენ ვთქვით, თელი შინაარს, რასაც ტრამპი დღეს ღიად ამბობს, ხო? ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქონოდა წვდომა რესურსებზე ქონოდა წვდომა გასაღების ახალ ბაზრებზე და ასევე რაღაცა ლოჯისტიკური ხაზი აეწყო მთელ სოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფდა, ასე ვთქვათ, მისი პროდუქციის, ასე იგი მთელ სოფლიოში ფართოდ გავრცელებას და სხვა კონკურენტი სახელმწიფოებთან აი ამ ეკონომიკურ რბოლაში გამარჯვებას, ხო? ამის საპირისპიროდ არსებობს ჩინური მოდელი, დაუშვათ აი ამ იდეოლოგიური კონცეფტისა, რომელიც ნაკლებს არ აკეთებს ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები იმ გაგებით, რომ მათ შორის აი საქართველოს არანაკლი სპორტი არის ამის მაგალითი თითქმის მთელ სოფლიოში აშენებს სპორტებს, გაყავს გზები, თუნდაც აფრიკაში ძალიან ბევრი პორტია გავშენებული, აშენებულია კონსულები და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ძალიან მძლავრად არის შემოსულია აზიაში და შემოსულია რა, ისე მძლავრად და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ხო, იქ მე საქართველო და ასე შემდეგ. ხო, ანუ ისიც ეწევა საკუთარი დაუშვათ იქმნის პირობებს საკუთარი ეკონომიკური ლოჯისტიკას ქმნის. გასკნის რომ დაუპირისპირდეს ისევ სხვა მის კონკურენტ სახელმწიფოს პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები არის რომელიც ეს ორი სახელმწიფო ეკონომიკურად ალბათ სოფლიო ეკონომიკის 60%-ზე მეტ შეადგენენ ხო აქედან გამომდინარე ხო და აი ეს დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატები ამას აკეთებს აი ამ იდეოლოგიური კონცეფტის ხარჯზე ჩინეთს საერთოდ არ აქვს ეს იდეოლოგიური კონცეფტი ის არ ცდილობს საკუთარი იდეოლოგიის ასე ვთქვათ ექსპორტს ის ამბობს რომ მაშინ როდესაც ამერიკელები და დასავლელები თქვენგან ითხოვენ რომ აი ეგეთი განცხადება პირდაპირ ქონდა გაკეთებული ელში ორი დღის წინ რომ ჩვენ არ მოგვითხოვია საქართველოსგან არც პრაიდები არაფერი არ გვაინტერესებს თავარია ნახოთ ეკონომიკური სარგებელი ორივემ და ეს ეკონომიკური სარგებელი კი საქართველოსთვისაც არის ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი და ჩვენ რა თქმა უნდა ამას მივესალმებით მაგრამ გაცილებით დიდი სარგებელს იღებს ამისგან ჩინეთი და ეს ხა გასაგებიც არის ხა 6 მილიარდს რომ პორტში დახარჯავს ადამიანს საქართველოში იმან იქ ძალიან დიდი მოგება უნდა ნახოს ხა ისე არავინ შეგეთქვა არის შენთან შემოსული სხვა შორის ბატონწოდნე გვეკითხება მაყურებელი თენგო ბატონო კითხვა მინდა ცოტნესთან საქართველოს თუ გააჩნია იდეოლოგია მართლა დადგა თუ არა მთავრობა კონსერვატიულ გზას ამაზე ალბათ რიტორიკული არის იმიტომ რომ ჩვენ ერთგულ მაყურებელსთან გვაქვს საქმე კარგად იცის მათ შორის ჩვენი პოზიციებიც ალბათ ამ მაყურებელმა ჩვენ ზოგადად
არ გვჯერა ქართული პოლიტიკური სპექტრის რომ რაიმე იდეოლოგია გააჩნია, მით უმეტეს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უბრალოდ ჩემი აზრით, ეს ჩემი შეფასებაა, ბუნებრივია, ეს არის აი მერკანტილური იდეებით შეპყრობილი ადამიანების პარტნიორობა ერთმანეთთან, რომელიც ძალიან მყიფეა და დღეს რო პარტნიორები არიან, ხვალ ხდებიან ხოლმე ერთმანეთის მტრები, ოღონდ არა რაღაც იდეოლოგიურ ნიადაგზე კი არ ხდება დაპირისპირება, მათ აქვთ პირადი ინტერესები, კლეპტოკრატია ქვია, ხო მე მგონი ამ მმართველობას, როდესაც მმართველი ელიტის ერთადერთი ამოცანა არის, რომ უფრო მეტად გამდიდრდეს. სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს უმთავრესად სწორედ ეს პრობლემა, რომ ჩვენ არ გვყავს რაღაც იდეოლოგიური შინაარსის მქონე პოლიტიკური ელიტა, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც არიან უარეს შემთხვევაში სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურეები და მეორე შემთხვევაში საკუთარი ბიზნეს ინტერესების მომსახურეები. აქ არანაირი იდეოლოგიურ მმართველობაზე არ არის საუბარი, იმიტომაც ვამბობ მე, რომ საქართველოს ეს სამწუხაროდ არ არის აი კლასიკური გაგებით შემდგარი სახელმწიფო დღეს არ არის, ეს არის რაღაც აი ნახევრად კოლონიალური რეჟიმი, რომელსაც მართავს კოლონიური ადმინისტრაცია და შეიძლება ეს კოლონიური ადმინისტრაცია ხანდახან აუჯანყდეს თავის ბატონს და რაღაც უფრო მეტი მოთხოვოს და ამის გამო მათრახის და რაოდენობა ეზედმეტოს და თქვას, რომ არა ბატონო, ეხა მე მაგას არ გავაკეთებ და რაღაც დროებით წაგენკლავდეს, მაგრამ ჩვენ კოლონიური როგორ შეიძლება რომ კოლონიას ყავდეს იდეოლოგიზირებული მმართველი ელიტა, ეს ხო შეუძლებელი არის. თუ კი ის იქნება მართლაც რაღაც მყარი იდეოლოგიაზე მდგარი, ვერ იქნება კოლონია და ჩვენ სამწუხაროდ კოლონია ვართ, ამიტომ ვერ ვისაუბრებთ ჩვენ იმაზე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას, მმართველ ელიტას რაიმე ფორმით, რაიმე იდეოლოგიური ნარატივები ამოძრავებს. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. გეთანხმები ასულად, უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებდი, ამ შემთხვევაში ხა ხელისუფლებაზე თუ საუბრობთ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების სასარგებლოდ რაც მეტყველებს. ერთადერთი არის ის, რომ შეფასებაში აბსოლუტურად გეთანხმები, უბრალოდ მათი ქმედებები, ეს მერკანტილისტურია, გასაგებია ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით არის ნაკარნახევი, თუმცა არის რაციონალური, ხო? ანუ ისინი განსხვავებით, აი რატო ვამბობ ახლა, განსხვავებით იმ ოპოზიციისგან, რომელიც საქართველოში არის წარმოდგენილი, მათ შორის პროდასალური ოპოზიციას და თუნდაც არაპროდასალური ოპოზიციას, ხო? ვისაც ოდნავ მაინც განსხვავებული ხედვა აქვს და დაუშვათ ევროპა არ მიაჩნია და დასავლური ცივილიზაცია საერთოდ არ მიაჩნია პანაცეა და რაღაცა აბსოლუტურ სიკეთედ, მათგან განსხვავებით მან შეძლო რაღაც აი ამ რაციონალობიდან გამომდინარე საკუთარი თავის გარდაქმნა. ყოველ შემთხვევაში მან მოახერხა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც მე არჩევნებზე მივიდა და ხმა ქართულოსნებას მისცა, შესთავაზა და დააჯერა, რომ ეს რაღაც ახალი იდეა, კონსერვატორული იდეა, ეს არის რაღაცა აი ქართული ოცნებისთვის ეს ორგანული იდეა და ისინი ამ იდეით ემსახურებიან ქვეყანას და ეს ერთი რატო ამბობ, ეს რატომ გააკეთა ეს ქართული ოცნება ჩვენ გვახსოვს, რომ ბევრად უფრო ლიბერალური შეიძლება იყო თავის დროზე, როდესაც მოვიდა, ხო, ნუ ნაციონალ-მოძრაობა არ ვიცი, მაგრამ სხვა ბევრი პარტია, რომელიც დღეს არსებობს, ხო, იქ პროდასავლურ ფრანგზე მათ შორის, ლეო მაგალითად, ლეოზე ბევრად ლიბერალური იყო ბევრ საკითხში, ხო, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მმართველმა ძალამ რო დაინახა, რომ ეს რაღაცა კონსერვატიული იდეა ხდება პოპულარული მთელ მსოფლიოში, ხო, მაგალითად ტრამპი თავისი ტრამპიზმით ძალიან პოპულარულია ამერიკაში და მოდის ხელისუფლებაში, აი არსებობს ევროპაში უკვე ორბანი და ასე შემდეგ და რაღაცა სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად ჩინეთი ან რუსეთიც აი ამ იდეოლოგიის ასე ვთქვათ მხარდაჭერას იწყებენ, შეიძლება ესე ღიად არა, მაგრამ აი მაგალითად ორბანსა და სინძიპის ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და პუტინსა და სინძიპის და ისა ორბანსა და პუტინს და ორბანსა და ტრამპს, ხო, რაღაცა ეს შეიქმნა და ამის ამ ფონზე ქართულმა ოცნებამ ფერი იცვალა ჩვეულებრივად და გახდა კონსერვატორული, ანუ ფორმით, ხო, ანუ მე რას ვამბობ, რომ ანუ ეს ხო კი, რაციონალურია, რომ ამბობ, რაციონალურიაში ეს იგულისხმება, ზუსტად რომ სწორად უცხოს ხდება, ხო, ყველაფერი ამოჩევლისთვის და ეს მოახერხა განსხვავებით ამ ოპოზიციისგან, რომელიც დღემდე ვერ ხვდება, მაგალითად იგივე პროდასავლური ოპოზიცია, რომ ეს იდეოლოგიური კონცეფტი რაც არსებობდა თავის დროზე, ეს თელი ეს რაც აქამდე მოყევი ჩვენ აი ამ დასავლურ იდეოლოგიურ კონცეფტზე, ეს იმხელა კრიზისშია, რომ მაგალითად აი 35 წელი საქართველოში ეს იდეოლოგიური მათ შორის ქართული ოცნების მმართველობის უმეტესობა ძალიან დიდი ხანი 2-3 წელია რაც კონსერვატორები გახდნენ, ხო? იყო აი ამ იდეოლოგიური კონცეფტის ბატონობა საქართველოში, ხო? შენ ეხლა ხაბეიშვილის ბოლო პოსტი არ გინახია სხვა შორის, ოღონდ ამას ირონიით არ ვამბობ. მართლა ისეთები ეწერა ხაბეიშვილს, რა ვიცი,
LGBT-ზე უარი. არა, ხაბეიშვილი საკმაოდ გონიერია ამოჩა ამ ხრივ. მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით, კაცო, ხაბეიშვილს ხაბეს ეწერა, რომ ჩვენ უნდა ოკუპანტ რუსეთთან იწყებს ასე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გქონდეს რაციონალური პოლიტიკა. მიშას პოსტი ხო ნახე შენ ხაბეიშვილზე, რატო გაუშვეს თავმჯდომარეობა? ინგლისური არ იცოდა. უყურე ისე თქვა მინდა, ცუდად არ ვამბობ ამ შემთხვევაში, პირიქით ამას პლუსად. არა, მეც პლუსად. მე პლუსად ვთქვი, რასაც ვიტყვი ახლა, უყურე სხვა რაღაც ვსვამობ. აი პლუსად რას ვთქვი ხაბეიშვილს, რომ ჭყალებში ნაკლებად განათლებულია ხაბეიშვილი, ანუ იმ ელიტის ნაწილი არ არის. აი ზუსტად ამის მინდოდა ამის ვაგრძელებდი ამას. ის არ არის. ვიცნობ ლევანს და სულაც არ ვთვლი, რომ ამაზე განათლებელი არ არის. მე ვამბობ ჭყალებში, იმიტომ ვთქვი ნაკლებად განათლებული, რომ იმ ელიტის ნაწილი არ არის, რომელიც აი ამ იდეოლოგიურ ჩარჩოში არის ჩაკეტილი და იქით ვეღარ იყურება ამას ვთვლი. ჭყალებში ნაკლებ განათლებულობად. ანუ მე ვამბობ, რომ პირიქით ის რომ ლევანი არის მარცხენა სანაპიროს. ის რომ ის არ არის, არ იყო აი ამ ელიტის ნაწილი და არ შემოიფარგლება აი ამ რაღაცა სააზროვნო ჩარჩოებით, მის პლუსად ითვლება, იმიტომ რომ ის რასაც ხედავს და აი ქვევიდან ახან მოდის, მართლა ქვევიდან მოდის, მე ვიცი ვინც არის, იმათან შედარებით იმ პლუს აძლევს, რომ ამ ყველაფრის დანახვის საშუალებას აძლევს და ისინი ამას ვერ ხედავენ. ანუ ისინი არიან იმ იდეოლოგიურ კონცეფტში, რომ აი რომელიც აი ისე თქვა მინდოდა, რომ აი ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში ბატოობდა, იყო ერთადერთი ასე ვთქვათ იდეოლოგიური კონცეფტი და სხვა როგორც თავში ვთქვით დასაწესის გადაცემაში, ნებისმიერი კითხვა თუ რომელიც ამ იდეოლოგიურ კონცეფტს დაისმებოდა, აღიქმებოდა როგორც პრორუსობა, ანტიდასავლელობა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, 2 წელიწადში საქართველოში ეს იდეოლოგიური კონცეფტი ფაქტობრივად დამარცხდა, ხო? ქართული ოცნების ოზედიზედ 2 გამარჯვება არჩევნებში. აი ამ ეგზისტენციალური არჩევანის პირობებში, როგორცაც იყო ეს დაყენებული, როგორც პროდასალური ოპოზიციის მხრიდან, ასევე ქართული ოცნების მხრიდან და პრინციპში აი ამ პროდასალური ოპოზიციის პატრონების მხრიდან დასავლეთში, ხო? ბრიუსელის მათ შორის ამას რაღაცა ეგზისტენციალურ არჩევანად აყენებდა, ხო? და აი გამოჩნდა, რომ მიუხედავად აი ამ 35 წლიანი ერთპიროვნული ბატონობისა ქართულ საზოგადოებაზე და ნებისმიერი რაღაცა კულტურული რეფორმების თუ რაღაცა მცდელობების აი ამ საზოგადოების გარდაქმნისა მათ ეს ვერ შეძლეს. ანუ ეს არის იმის აი ამ მარცხის გაფორმება ქართულ საზოგადოებაში და ქართული ოპოზიცია, რომელიც პროდასავლური ოპოზიცია, ამას ვერ იაზრებს და არ აკეთებს აი ამ საკუთარი იდეოლოგიური კონცეფტის გადააზრებას არ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფაქტია დღეს, დამდგარი ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის LGBT უფლებები და LGBT რაღაცა ეს პრაიდები არის აბსოლუტურად მიუღებელი. 2 წლის წინ იყო, როცა მთელი ოპოზიცია რიგში დადგა და ხელი მოაწერეს მემორანდუმს, სადაც რომელიც ხარს უჭერდა LGBT პრაიდების გამართვას საქართველოში, ხო? ვიცი რა არის, შენ ეძახი ახლა, რომ ქართული ოცნება რაციონალურია, რომ სწორად უწყობს ფეხს და გეთანხმები მაგაში. ხო, ფაქტია ეს. მაგრამ შენ უბრალოდ არ გესმის, აი ოპოზიცია რატო შვება ამას? მე არ მჯერა ახლა მაგალითად, რომ რა ვიცი, ახლა კონკრეტულად არ მინდა ვინმე დავასახელო, ხაბეიშვილი კი ვთქვი, მაგრამ აკეთებულები არა, ვიცი საიდანაც. ხო, ანუ ისინი არ თვლიან თავის თავს ქართულ საზოგადოების წინაშე ანგარიში ვალდებულად. მათ ეს ჭირდება ახლა ხელფას არ მის მართლა პირდაპირ გაგებით, ამას არ ვამბობ რა, ხოცური ნარატივით. ზუსტად ვიცი, კაცო, ეგრეა. ხელფას არ მიცემენ იმას, ის ხელფას იღებს დასავლ ბრიუსელიდან იღებს. თუ არ მოაწერა ხელი LGBT-ს. ინტელექტუალური ნაწილი ავიღოთ, რომელიც პოლიტიკოსები არ არიან დაუშვათ. მაგრამ აი გიანოდია, რომელიც რაღაცა აი ამ იდეოლოგიური კონცეფტის ესეთი ერთ-ერთი ეს მომწოდებელი იყო, სტუდენტები იქნებოდა თუ ვერც ვერ აიღებს ხელფას. არა, უყურე სხვაერად გას საკითხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ აქვთ ეს გადააზრებული. ანუ პირიქით, ანუ ისინი მე როგორ აგიხსნა, არ ვიცი ახლა. ისინი აზროვნებენ იმ ჩარჩოთი, იმ იდეოლოგიური ჩარჩოთი, აი რო ჩაულებრად ახლა ვოუქ მემარცხენეები, აი ამერიკის შეერთებულ შტატებში რო არიან ახლა აი იმაში მერაბიმ რო იყო წინა ჩარტვაში იყო ავღანელები რო გააძევეს. ხო, იქ რო დაადგნენ ნოაძევებთ რომ მოითხოვეს ახლა იმას ხო ის ხო აი რაღაცა იმის გონება ხო რაღაც ჩარჩოებით აზროვნებს, ხო ის რაციონალური არ არის და ძალიან დიდი ნაწილი ვიღაცები გასაგებია იქ ეკრანზე ვინ ჩანან და რაღაცა იქ შეიძლება ბევრს რაღაცა ეს მერკანტილური ის კონდეს რაღაცა мотиваცია, მაგრამ აი ეს იდეოლოგიურ იმას ვინც ქმნის კონცეფტს ამათვის, ვინც ხო, გიანოდიები დაუშვათ, ხო? იმათ მართლა ჯერა და ისინი აი ამ იდეოლოგიურ კონცეფტში არიან ჩაკეტილები, აი ამ ჩარჩოში აზრობენ, მათთვის ტრამპი ეხა გიანოდია რამდენიმე ჯერ შემხვდა პოსტი, სადაც რაღაც დეგენერატი ეძახა ამის. ანუ ეგენი იდეალისტები არიან, შენ. კი, ანუ იმათთვის მართლა იმის მართლა ჯერათ, რომ ეს რაღაც ევროპული ცივილიზაცია, დასავლური ეს რაღაცა ცივილიზაცია მართლა აბსოლუტური სიკეთეა და ამის საპირწონედ დანარჩენი და ჩინეთი, კომუნისტური ჩინეთი ან რუსეთი, რა ვიცი, მართლმადიდებლურია თუ როგორიც არის ეს ტრადიციული საზოგადოების რუსეთი, ირანი, რომელიც კიდევ რაღაცა ცალკე რაღაცა ისლამური
ესე იგი კულტურა და საზოგადოება, რომელიც დაპირისპირებულია ამ აბსოლუტურ სიკეთესთან, მართლა ბოროტება. ამიტომ ის ვინც ის კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე სხვა შემთხვევაში ეს ყურე პოლიტიკურადაც ხო წამგებიანია პოლიტიკოსმა როგორ შეიძლება თქვას პირდაპირ ეთერში, რომ თუ საქართველოს რუსეთთან არ იგონებს, მაშინ რა აზრია ამ ქვეყნის არსებობას, ხო? ეს ხო არაფერში არ ზის, არანაირ რაციონალებში არ ზის. ეს ირაციონალური წამოძახილია, ეს რაღაცა ფროიდისეულია, ასე ვთქვათ, წამოწდენა, რომელიც იმის გულწრფელია ის ამბობს, რომ თუ ეხა როგორ თუ შენ გჯერა რომ რაღაც არსებობს აქეთ სიკეთე და აქეთ ბოროტება, თუ კეთილი ადამიანი ხარ, შენ ირჩევ სიკეთეს და თუ მე სიკეთე არ ავირჩიე და ბოროტებას არ ვიბოროტი ხარ. ხო, მაშინ ბოროტი ვარ და რანაირად უნდა ვიყო ბოროტი. ან წმინდა გიორგი ხო შეიძლება რომ ეს გვეშაბი გაუშვას. წმინდა გიორგი მილიონი ვერსია რომ განვიხილოთ, მილიონჯერვე უნდა განგიბიროს. იმიტომ რომ სიკეთეა და იქით არის ბოროტება. აი ეს არის ამათი პრობლემა. აი ამ დღევანდელი დასავლური პოლიტიკური ორგანიზაციებისა, ოპოზიციური პარტიებისა ძირითადი ნაწილის პრობლემა ეს არის, რომ ის ხალხი, ვინც აი ამ იდეოლოგიურ კონცეფტს უქმნის ამათ, მაგალითად აი ტურაშვილი დათო ჯინსების თაობა ვინც დაწერა და ასე შემდეგ, ხო? მათ მართლა ჯერათ, რომ ეს დასავლური ცივილიზაცია ეს არის აბსოლუტური სიკეთე და აქეთ საბჭოთა კავშირზე იყო აბსოლუტური ბოროტება და დღესაც ყველა დაპირისპირებული ცივილიზაცია, ყველა დაპირისპირებული იდეოლოგია რაც არსებობს ამის საპირისპიროდ ეს აბსოლუტური ბოროტებებია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ სიკეთის მხარეს. გასაგებია. მადლობა ცოტნე, მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და თუ მაყურებლისთვისაც იქნებოდა საინტერესო და ინტერაქციიდან გამომდინარე ვატყობ რომ იყო საინტერესო, კარგი იქნებოდა ზოგადად დავგეგმოთ აი ამ სტილს, რომ ამ ტიპის გადაცემებს, რომ ანუ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ და მიმდინარე პოლიტიკურ თემებში კი არ ჩავიკეტოთ და არამედ რაღაც ცოტა უფრო მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ საკუთარი მოსაზრებებით გავაცნოთ ხოლმე ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა, დავიმშვიდობოთ მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და ერთმანეთს პარასკევს შევხვდებით, საინტერესო ამჯერად უკვე სხვა სტუმართან, განსხვავებულ სტუმართან გვექნება ბუნებრივია ძალიან საინტერესო გადაცემა. მადლობა და კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ.